მოგესალმებით, ჩემო მსმენელებო, ჩემო გამომწერებო. ძალიან მნიშვნელოვანი თემები დაგროვდა ამ დღეების განმავლობაში. რადგან მინდა რომ თქვენთან ვისაუბრო და ვისაც ყურები აქვს მოსასმენად, მოისმეს და ვისაც არ უნდა მოსმენების გააზრება, გამოიტანოს იქიდან დასკვნა და აირჩიოს საუკეთესო. იმიტომ რომ პავლე მოციქულის თქმის არ იყოს, თქვენ შორის განსხვავებული აზრის მქონებიც საჭირო არიან, რათა თქვენ შორის გამოირჩეს საღალმოაზროვნე და ავირჩიოთ უყოდა მაინც უფრო უკეთესი აზრისა, ვიდრე ის, რასაც თქვათ, დღევანდელი ოფიციალური ეკლესია ასწავლის. ეკლესიის სწავლება არ არის კონკრეტული პიროვნების მიერ დადგენილი დოგმატური სწავლება. იმიტომ რომ ეკლესიის სწავლება ეს არის იმ ხალხთა სიმრავლიდან გამორჩეული აზრის საუკეთესოდ მიჩნევა და იმ მიჩნეულიდან გამომდინარე აღიარებული საყოველთაოდ ეკლესიის მიერ, ვიდრე ვიღაცა ოფიციალური სისტემის ან იდეოლოგიის თუ დოგმატური ღვთისმეტყველების ვიღაცა თეოლოგების გადაწყვეტილი დოგმა, რომელიც ხალხს არ ესმის და ვერ იაზრებს თუ რა წერია სახარებაში და რას ამბობს ესა თუ ის თეოლოგია. ეხლა მინდა თქვენთან ვისაუბრო ლუკას სახარებასა და იოანეს სახარებას შორის სხვაობებზე, რაც მოხდა პრეტერიუმში იესო ქრისტეს დაკითხვასთან დაკავშირებით, პილატესთან, როდესაც წარადგინეს ის იუდეველმა ხალხმა, დამთავრებთან ერთად. მოგეხსენებათ, რომ იესო ქრისტე შეიპყრეს, საღამო ჟამი იყო, გაასამართლეს ჯერ კაიაფასთან, ანა და კაიაფასთან და შემდგომ მერე წერილი გვეუბნება, რომ განთიადისას ის მიიყვანეს პილატესთან პრეტერიუმში. აი ეს არის იოანეს სახარების 18 თავის 22 მუხლში ვკითხულობთ ამას და თქვენც გადაშალით წაიკითხეთ აი ეს ბიბლიას აპატრიარქოს. ხოლო კაიაფასგან პრეტერიუმში წაიყვანეს იესო, განთიადი იყო და თვითონ არ შესულან პრეტერიუმში. რათა არ შეგეწულიყვნენ, რომ შეძლებოდათ პასექის შეჭმა. ესე იგი, იესო ქრისტე როცა დაკითხეს, მთელი ღამე კითხავდნენ ამას, ანა და კაიაფასთან და შემდგომ ტაძრიდან წაიყვანეს უკვე პრეტერიუმში იესო. განთიადი იყო, ესე იგი, განთიადილას მიიყვანეს პილატესთან. განთიადი ალბათ დაახლოებით 6 საათი. თვითონ არ შესულან პრეტერიუმში. ნიკოდიმოს სახარებაში წერია, რომ შევიდნენ. მაგრამ აქ წერია, რომ არ შესულან. თვითონ არ შესულან, ანუ გარეთ იყვნენ და პილატე რას ელაპარაკებოდა იესოს ვერ მოისმენდა. იმიტომ არ შევიდნენ, რომ არ შეგეწულიყვნენ. ესე გამოდის, რომ ნიკოდიმოსთან თუ წერია, რომ ისინი შევიდნენ, პასექის ჭამა აიკრძალებოდა და შეგეწულები იყვნენ. ესეც არ ჯდება. გამოვიდა მათთან პილატე და თქვა, რასა ვსდებთ ბრალს? ანუ თუ მიიყვანეს პილატესთან ბრალდებით, პილატე კი არ გამოვიდოდა და ისე კი არ ეტყოდა, რასაც ვსდებთ ბრალსო, ხო? თუ მიუყვანეს პილატეს, ეტყოდა, ხო, პირდაპირ რატომ მომიყვანეთ ეს კაცს, მაგრამ ნახე აქ როგორ ჩახლართულად წერია და გაუგებრად და ეს ბიბლიაში ესეთი პასაჟები ბევრია. პილატეს მიუყვანესო, თვითონ არ შესულანო, ანუ იესო შეუყვანეს, ესე იგი, რა რომ შეუყვანეს, გამოვიდა პილატეო, ის აივნიდან თუ რავი გადმოსახედიდან და ამ ხალხს მიმართაო, რა ბრალს სდებთო ამ კაცს, მიუგეს და უთხრეს მას, ეს რომ ბოროტმოქმედი არ იყოს, შენ როდი გადმოგცემდით. აჰა, ესე იგი, მე ხო არ მithქვია კაცო, რომ ბოროტმოქმედია ან თქვენს სამართალში ეჭვი არ მეპარება, მე უბრალოდ ვიკითხე და ამ კაცს რა ბრალს სდებთ, რომ ჩემთან მოიყვანეთ. და პასუხი, რა პასუხია ეს, რა უკმაყე პასუხია, რომ ისო ბოროტმოქმედი რო არ იყოს, მე ხო არ მithქვია რომ ბოროტმოქმედია კაცო. მე ვთქვი რა ბრალს სდებთ, რატომ მომიყვანეთ, ვის გამო უნდა გავასამართლოთ. ესენი მეუბნებიან ბოროტმოქმედი ვარ ყოფილიყო, კი არ მოგიყვანეთ, კაც მე ეჭვი არ მეპარება რომ ეს კაცი ბოროტმოქმედია თუ არ არის ბოროტმოქმედი, მაგრამ ახლა მომიყვანა, ესე იგი რაღაც დააშავა. გეკითხები რა ჩაიდინა. რადგან პილატემ ვერ მოისმინა ხალხისგან რა დააშავა. ხო, მე უკვე იესოს დაუწყო შეკითხვები, ხო, რა ჩაიდინეო, მაგრამ სანამ იესოს დაუსმევდა შეკითხვას, ისინი მათგან პასუხი ვერ მიიღო, უკმაყე პასუხის გარდა და უთხრა მათ პილატემ ამანაც აგდებულად. წაიყვანენ და თქვენი ჯულისამებრ განსაჯეთ. იუდეველებმა მიუგეს მას, ჩვენ უფლება არ გვაქვს ვინმეს მოკლისა. გავიმეორებ, ეს არის იოანეს სახარების 18 თავის
22 მუხრიდან მოყოლებული. ამბობენ იუდეველები, რომ ჩვენ მოკვლის უფლება არ აქვს. აბა სტეფანე რო ჩაქოლეს ქვებით, სულ პილატეს დაეკითხნენ? რას ქვია უფლება არ აქვს? და მე წერი რათა აღსრულდეს იესოს სიტყვა, რომელიც ითქვა იმის მისანიშნებას, თუ როგორი სიკვდილით უნდა მოკვდარიყო. 32. ეხლა ნახე აქ როგორია ეს. 32. მიმისამართებს მათეს 20:19. აბა ერთი სად რა თქვა მათეში იესო ქრისტემ ამის თაობაზე თუ როგორ უნდა მოკვდარიყო. 20:19. და მისცემე მას წარმართა საგინებლად, საგვემა და ჯვარზე საცმენა და აღდგება მესამე დღეს. აი ეს მოყავთ უყურებ მოციქულებს რომ არა. ესე იგი მოციქულებმა იცოდნენ რომ უნდა მიეცათ იესო ქრისტე ტანჯვისთვის და მესამე დღეს აღდგარიყო და ეჭვი რაღაც შეეპარებოდათ რომ საწაუღიათ ჩემი უფალიო მარია მაგდალინელი რო იძახეს. ან მოჩვენება ეგონათო და არ ეგონათო იესო ქრისტე ვერ იჯერებდნენ რომ აღდგომილი იყო. ან თომას ეჭვი რატო უნდა შეეტანა იესოს აღდგომაში თუ აგერ კაცი გეუბნება რომ უნდა მოკვდეს მესამე დღეს აღდგეს. და მიეცეთ მათ ხელში. და ასეთი სიკვდილით მოკვდარიყო. ყველა მოციქულმა იცოდა რომ ასეთი სიკვდილით მოკვდარიყო რომ მესამე დღეს აღდგარიყო. მეგეს არ ემთხოვა ამას. კვლავ შევიდა პილატე პრეტორიუმში, მოუხმო იესოს და უთხრა: შენ იუდეველთა მეფე ხარ? მიუგო მას იესომ: შენ თვითონ ამბობ მაგას თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე? პილატე მიუგო: განა მე იუდეველი ვარ, შენმა ხალხმა და მღვდელმთავრებმა გადმომცეს შენი თავი, რა ჩაიდინე? მიუგო იესომ: ჩემი მეუფება არ არის ამ ქვეყნეულ. ამ ქვეყნეულ რომ იყო ჩემი მეუფება, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ რომ ხელში არ ჩავარდნოდი იუდეველებს, მაგრამ აც ჩემი მეუფება არ არის ამ ქვეყნეულ. ესე იგი ნახე. პილატე ეკითხება კაცო, იუდეველთა მეფე ხარო? მაგრამ საქმე იმაში არის რომ აქ თვითონ იუდეველებისგან ბრალდება პილატეს არ მოусმენია. თუ რა ბრალდებით გადასცეს იუდეველებმა ქრისტე პილატეს. თვითონ პილატე ეუბნება: იუდეველთა მეფე ხარო? ანუ რა ბრალდებით იყო გადაცემული, ეს არ ქონდა მოსმენილი ებრაელებისგან, იუდეველებისგან. ხო ეუბნება რა ბრალდებით მოვიყვანეთო ეს კაციო, რა ჩაიდინაო. რა ბრალდებთ ამ კაცსაო? პასუხი არ მოისმინეს იმის გარდა, უკმახი პასუხის გარდა, რომ უთხრეს ეს ბოროტმოქმედი რომ არ იყო შენ არ გადმოუცემთო. ანუ ებრაელებისგან პილატეს არ გაუგია რომ ეს კაცი თავს მეფედ იხდის, ან ღვთის ზიარი რაღაცა. აი მე-18 თავში ვანის სახარების. თვითონ პილატე ეუბნება: იუდეველთა მეფე ხარო? საიდან ქონდა გაგონილი პილატეს ეს, რომ იუდეველთა მეფე იყო? ხო, მე ნახე რას ეუბნება, შენ თვითონ ამბობ მაგას ჩემზე თუ სხვებმა გითხრესო. ანუ შენ მაბრალებ მაგასო თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე. ანუ დაჟე იესომაც არის ისეგა რომ პილატემ აიგონებს ამ სიტყვებს თუ სხვებმა უთხრეს. ანუ თუ ვიღაცა მეტყვის რომ მაგ იუდეველებმა უთხრეს, მაშინ იესო ამ შეკითხვას აღარ დაусმევდა, რომ შენ თვითონ ამბობ მაგას თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე. მაგრამ თუ მაგბრალდებით მიიყვანეს და ებრაელები და მღვდელმთავრები პილატეს წინაშე იესოს ბრალდებდნენ რომ მეფედ იხდის თავსაო, ამ კითხვას აღარ დაусმევდა პილატეს შენ თვითონ ამბობ მაგას ჩემზე მეფე ვარო თუ სხვებმა გითხრეს. იუდეველებმა უთხრეს კაცო, მაგრამ არ არის თავდაპირველად იუდეველებს არ უთქვიათ, ეს პილატე ეუბნება: იუდეველთა მეფე ხარო? და საიდან ქონდა გაგონილი? უკვე ჩაიხლარდა, ხედავ სიტუაციები. ეხლა ნახე შენ ლუკას ახარებას რო შევადე, რა ხდება იქ ვაფშე, აჯაბსანდავი. და პილატე ეუბნება ხა იესოს: განა მე იუდეველი ვარო, მე რომ მეკითხებიო. აბაში რატო ეკითხები იუდეველთა მეფე ხარო? რა პრეტენზია გაქვს ამ მეფობაზე? შენმა ხალხმა და მღვდელმთავრებმა განმომცეს შენი თავი, რა ჩაიდინეო? ესე იგი, აქ მეფობაზე კი არ არის საუბარი. და ის ებრაელები მეფობის გამო კი არ მიდიან პილატეს კი არ შეშიორიან მეფობაზე. არამედ თვითონ პილატეს გონია რომ შენ ხარ იუდეველთა მეფე. თითქოს ეს ძებს ბრალს, მაგრამ იესო ეუბნება რომ შენ გითხრეს თუ სხვამ გითხრეს, შენ ფიქრობ თუ სხვამ გითხრეს და მე ნახე დიალოგი როგორ მიდის. რა ჩაიდინეო ეკითხება. შენიანებმა გადმომცეს შენ მღვდელმთავრებო, შენი თავი რა ჩაიდინე? და ეს ნახე რას პასუხობს. იმას კი არ პასუხობს მე ეს ჩავიდინე, ის ჩავიდინე, ან ეს ჩავიდინე და აი ეს არ უნდა ჩამედინა. თავს კი არ დანაშაულებს. სულ სხვა პასუხობს, ანუ სხვა რამეს პასუხობს. ჩემი მეუფება ამ ქვეყნიური არ არის. ამ ქვეყნიური ყოფილიყო შენ ხელში არ გადმომცემდნენ, ანუ შენ ხელში არ ჩავარდებოდა. ესე რას ნიშნავს? იმას საერთოდ არ ინტერესებს პილატე შენ მეფე ხარ თუ არა ხარ მეფე. რატო ეუბნები ამას? ის გეუბნება რა ჩაიდინე რომ შენი ამბა ჩემთან მოგიყვანეს. იმისგან ვერ მოისმენ მღვდელმთავრებისგან, მაგრამ შენგან აინტერესებს და შენც ასე უკმე ხათეუნები ჩემი მეუფება ამ ქვეყნიური იყოსო შენ ხელში არ ჩავარდები.
ლოგიკას ხვდებით, რომ არ არის დიალოგი. არ დგება რა ეს დიალოგი ორ ადამიანის შორის. ვიღაცა წერს რაღაცას, რაც თვითონ პირველი არ ყოფილა. ეხლა ნახე შენ გავაგრძელოთ. ჩემი მეუფება არ არის სამქვეყნეული. და უთხრა მას პილატე მეორედ შეეკითხა. მას იუდეველთა მეფე ხარო? მას შენ მეფე ხარო? მიუგო იესომ შენაბობ რომ მეფე ვარ. შენაბობ რომ მეფე ვარ. მეორე დატო გავამეორე რაღაც. ხო გასაგებად გაიგო, ჩემი მეფობა ამქვეყნეული არ არის. მე რომ მეფობა მომდომოდაო, ჩემი ანები იზრუნდნენ რომ შენ ხელში არ ჩავალნეყავ. ხო არის დიალოგი. მე ეუბნება რომ კიდე შენო მეფე ხარო? ესე იგი ესეთი უტუნო იყო პილატე რომ კიდე გავამეორე მეორედ. და იესოც პასუხობს შენაბობ მაგას რომ მეფე ვარ, მე არ ვიძახი. მით უმეტეს თუ თვითონ არ იძახდა რომ მეფე ვარ და ვიღაც ხვები აბრალებდნენ, მით უმეტეს პილატე აბრალებდა, მაშინ რატო გააშოვტუნა? თუ არაფერი ბრალი არ ქონდა. იმიტომ დავიბადე და ამიტომ მოვივლინე ქვეყნად რომ ჭეშმარიტება ვიმოწმო. ყველავინ ჭეშმარიტებისგან არის ისმე ჩემს ხმას. უთხრა მას პილატემ რა არის ჭეშმარიტება. აი წყდება დიალოგი. კიდე მესამე წყდება დიალოგი იესოსა და პილატეს შორის და გაურკვეველ ვითარებაში გამყოფილ საავადმყოფოში. მაგრამ პილატე ეკითხება რა არის ჭეშმარიტება და არ აინტერესებს პასუხი რას ეუბნება იესო, რას პასუხობს, ესე უპასუხო დატოვა? ეს არ წერია, იმიტომ რომ ეს წერია მხოლოდ ნიკოდემოს სახარებაში. იესო მიუგო, ჭეშმარიტება ზეცის მიერი არის. და მე პილატე პასუხობს, განარა ამ ქვეყნეული არ არის ჭეშმარიტებაო. და მე იესო პასუხობს, ამ ქვეყნეული რომ ყოფილიყო, მაშინ შენ თვალით ნახეო რომ ამ ქვეყნეული მართლენიო, მათ განსჯიანო და განეკითხავენ, ვის წინ ზეციერისას ამოწმებსო. ანუ შენ არ შეგიძლია ჩემი დახსნა ამისგან. შენ თვითონ ახარო, შენ თვალით ნახეო, აგერო, ცოცხალ. რომ მასამართლებ იმის გამო, რაც არ დამიშავებ. როგორ არის ჭეშმარიტება ამ ქვეყნეული? მასამართლაზე გაქვს პრეტენზია. მაგრამ ეს დიალოგი გამწდარი ამოგდებულია, იმიტომ რომ რომის სამართალს ეს არ აწყობდა ვიღაცას, ვინც ამ იოანეს სახარებას წერდა, რომ რომის სამართალი ეჭქვეშ დაიყენა, იმიტომ რომ იქაც არსებობდა ჭეშმარიტება ლათინებში ვერიtas. რომის სასამართლო იდგა ჩვენ ღვთისმშობლში ვართ მართლი, მზის წინაშე, მაგათი ღმერთი იყო მზე, სოლინიტუს. და იქ რომის სასამართლო იყო სერიოზული სამართალზე დაფუძნებული, მაგრამ სიმართლიანობა იესოს აქ ქვეყანაზე არ არის. არც რომში. არც პილატის აქვია იმას რაღაცო პრეტორიუმში თუ აქვია სასამართალში, ამ სამართალიანობა აქ არ არსებობს. თუნდაც რომის სამართალში, თუნდაც იურიდიულ სამართალში არის სისხლის სამართალი, არ არსებობს აქ სამართალს. არ არის ამ ქვეყნებში. მაგრამ მართალი კაცი მოკალეს პილატემ და ვერ უშოლა პილატემ ვერაფერი. ცოცხალი მაგალითია ეს, რომ აგერ შენი თვალით ხედავ, რომ ზეციურისაც ვინც ამოწმებსო. არაფერი არ შეუძლიათ, რომ არ შეგიძლია რომ დამეცვალო რა. ანუ ის მართველებიც კი იმას განეკითხავენ, ვინც ზეციურ ჭეშმარიტებას ესწავლებს. და წარმოგიდგენია, მართალი კაცი პილატეს მოაკვლევინებს. აგერ ფაქტი ძმაო, რომ ჭეშმარიტება ამ ქვეყნეული არ არის. ხო, ნუ მოკლედ ეს არ მოусმენია პილატეს იოანეს სახარებაში. ეკითხება რა არის ჭეშმარიტება, პასუხს ვერ იღებს, არ წერია დიალოგი და მე ეს რომ თქვაო, ეს რომ შეეკითხავ პილატემ. გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა, მე ვერავითარ ბრალს ვერ პოულობ მასში. ხო უთხრა ეგ, ბრალს ვერ პოულობ. მე-19 თავში კიდე გამოდის მეოთხე მუხში და კიდევ უმეორებს. უკვე რომ მაგრათაც ემინა იესო ქრისტე გააშოვთუნა, გამოყავს იესო ქრისტე კიდე ხალხის თვალწინ, მღვდელმთავრების თვალწინ და ეუბნება, მე ვერავითარ ბრალ ვერ პოულობ მასში. ანუ ვერ გავიგე კაცო, აქაც რო დაკითხე მის სიტყვებში ბრალი ვერ იპოვე, გამოხვედი იუდეველებს უთხარი ბრალი ვერ იპოვე, მე კიდე შეხვედი პრეტორიუმში, წაიყვანე იესო გააშოვტუნე ბრალი ვერ იპოვე, მაგრამ გააშოვტუნე აცემინე იქება რამე დაფქვასო, გამოიყვანე კიდე და კიდე ხალხს უმეორებ, აგერ ვაცემინე კაცი და მაინც ბრალი ვერ იპოვე? ან დასჯის მეთოდი გამოიყენე რაღაცა ისეთი აი წამების ფორმა გამოიყენე, რომ კაი თუ აქ მიმალავს, იქ თუ გიმალავს შედალოცილო, მაშინ რატო ეუბნები ხალხს რომ ბრალი ვერ პოვებო? და თუ ბრალი ვერ იპოვე, რატო აცემინებ კაცს უბრალოდ? და კიდე რატო გამოყავს ხალხის წინაშე და ეუბნები რომ მე ბრალს ვერ პოულობ? იმ ხალხს უფეხებზე კიდია, შენ ბრალს იპოვებ არ იპოვებ. იმ ხალხს უნდა ამ კაცის მოკლა. შენ საერთოდ გეკითხებიან შენ რა გინდა და რა ბრალი იპოვე და შენ არ შეგეკითხე საერთოდ ამ კაცს ბრალი უპოვეო. მოსამართლედ არ დაუდგინეთ იუდეველებს პილატე. მივიდნენ რომ სთხოვეს რომ მოეკრათ ეს კაცს. რა გარჩევაზია, რა სამართალზეა საუბარი, ხალხო მე ვერ ხვდები რა. თქვენ თუ ხვდებით მასწავლეთ. სწავლება მიყვარს, ყველა სწავლებას გადავხედავ. მეც ძალიან მაინტერესებს რა რწმენა გაქვს საერთოდ ამ ქრისტიანებს. წიღა ვიღაცა ბიჭი წერს კიდევ ისაო. არ ჩაღარ ვიტყვია.
ჩემს თვალებს და ჩემს გამოსახულებას და ქუჩკინ ვაკვირდებით. ჩემი გამოსული პირიდან გამოსულ სიტყვას დაუკვირდით და რა კითხვებსაც გისმენთ. გადაატრიალეთ ურცმე ერთი თვის განმავლობაში უსმენთ ატრიალეთ და მე აგი YouTube-ზეც მიდევს, Facebook-ზეც მიდევს, ჩემი ნომერით იცით. შეგიძლიათ დამირეკოთ და ამიხსნათ ნორმალურად. სად ვართ ხალხო და რის აქ წამწარეთ. რომ მეც დაგიჟეროთ. ეხლა ნახე შენ. პირატე ხო ეუბნება ვერავითარ ბრალს ვერ პოულობ, სანამ გააშოლტვინებს. ივანეს სახარების მე-18 თავის ბოლო მუხლების მიხედვით. სანამ გააშოლტვინებს, პილატე არ ეუბნება აი ბარაბა მყავს და ბარაბა გინდათ თუ იესო. არა, პილატე არჩევანს არ უკეთებს. ნახე აქ როგორ არის ნათქვამი. ხომ გააქვთ ჩვეულებაო, რომ ერთი კაცი გაგითავისუფლოთ პასექის დროს. ანუ პასექის დღესასწაულზე ჩვეულება ქონდათ, რომ ჯერ ესეთი რაღაცა რომის სამართალში არ არსებობს. არც იოსებ ფლავიუსი არ წეს ეგეთ რაღაცას, ეგ არის ბლეფი. რომში ეგეთი წესი არ იყო, რომ პასექის დღესასწაულზე ვიღაცა კაცის მკვლელს და ყაჩაღს უთავისუფლებდა რომის სამართალი. ეგეთი რაღაც არ არსებობს. ისტორიაში არ მოხდა ეგეთი ფაქტი რომში. რომ იუდეველების პატივსაცემად პასექის დღესასწაულის დღეს ვიღაცა პატიმარი გაეთავისუფლებინა რომის სამართალს, პრეფექტს. აქ წერია რომ ესე იყო რაღაც რა. მე თუ გინდათ გაგითავისუფლებთ იუდეველთა მეფეს, ანუ თავაზობს რომ პასექის დღესასწაულზე გვაქვს ეს ჩვეულებაო და თუ გინდათო გაგითავისუფლებთ იუდეველთა მეფეს, ანუ ბარაბას არ ახსენებს საერთოდ. პირადად არც იცის ბარაბას საერთოდ ვინ არის და რა არის, ეს ხალხისგან გავიდა. აი მე მე-40 მუხლი მე-18 თავის ივანეს სახარების აწერია. მაგრამ ყველანი აყვირდნენ და თქვეს, ეგ კი არა, არამედ ბარაბა. ბარაბა ხალხისგან გაიგო პირველად, რომ ბარაბა ხალხმა ერჩია. იესოს პირადად არ აუჩევია. პირადად უნდა რომ ეს გაეთავისუფლებინა. რომ ბრალი ვერ პოვეო და წაიყვანეთო რა კაცო. არაფერი არ უნდა გაგეთავისუფლებთო რა. თუ შეიპყრეთო გაგეთავისუფლებთო. ჯერ თუ მოსაკლავად მოუყვანეს პილატეს, პილატე რატო ეუბნება რომ დღესასწაულიაო და გაგეთავისუფლებთო. თვითონ მაგათ თუ დააპატიმრეს და მოსაკლავად გაწირეს, პილატე რატო ეუბნება გაგეთავისუფლებთო. თვითონ მაგათი სურვილი თუ არ იყო იესოს გათავისუფლება. იესოს მოკლა უნდა ხალხო და პილატე კიდე გათავისუფლებას თავაზობს. ჯერ ამხელა ლოგიკურობაა და აცდენიდან მთლიანად კონტექსტის საუბრის, მოვლენების, ისტორიული რეალობის. აი რომ მიყვე რა, აი ამ თავიდან ბოლომდე 22 მუხლიდან მე-40 მუხლის ჩათვით ივანეს სახარებას. რომ ჩაუძეთ კარგად უბრალოდ. ვერ დაგაკმაყოფილებთ. აი ეს ტექსტები. ჯერ სათხარით ეხა ნახე. ხოლო ბარაბა ეს ყაჩაღი იყო. ყაჩაღი კი არ იყო, მეამბოხი იყო, რომაელებს ებრძოდა. სამშობლოს პატრიოტი კაცი იყო. ყაჩაღი არ იყო. მაგრამ აქ წერია ყაჩაღი იყო. კაი დაუშვა და ყაჩაღი იყო. ბარაბა ხო აარჩევინა. გამოიყვანს ბარაბას, აჰა, თქვენი ბარაბა და ქრისტეს წაიყვანს და მოაკვლევინებს. ჯერ გააშოლტუნებს და მერე ჯვაროსაცმელად მოაკვლევინებს, ხო ეგრეა. ფილმებშიც ეგრეა, ჯერ გაშოლტო არის და მერე მოაკვლევინებს. ყველგან ეგრეა. მაგრამ აქ ნახე რა წერია. ბარაბა რო აარჩევინა და ეს ყველაფერი მოხდა, მაშინ პირატემ წაიყვანა იესო და გააშოლტვინა. და მერე ხელახლა მოყავს ისევ პრეტორიუმში. ისტორია უკან ბრუნდება. ნახე რა გასაკეთებს. ხოლო ჯარისკაცებმა ეს თავზე ლეწამი დაადგეს რაღაცა ესე დასცინეს აბა იუდეველთა მეფე სახეში ურტყავდნენ ეგეც როგორც ვიცით. კვლავ გამოვიდა გარეთ პილატე და უთხრა მათ. აჰა, გამოგიყვანთ მას, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ პოულობ მასში. ჩვენ ხო თქვით 38 მუხლში რომ იესო ქრისტემ დაკითხა იესო ქრისტე ვისა პილატემ იესო ქრისტე დაკითხა უთხრა რა არის ჭეშმარიტებაო და გამოვიდა და უთხრა ვერავითარ ბრალს ვერ პოულობ კაცი. ჯერ პასუხი არ მოусმენა რა არის ჭეშმარიტებაო და გამოდის და ხალხს ეუბნება ვერავითარ ბრალს ვერ პოულობ და მე-4 მუხლში მე-19 თავის. გააშოლტვინა არაფრის გამო. მიუხედავად იმისა რომ ხალხმა ბარაბა ერჩია და გადაწყვიტა იესოს ჯვარცმა, ხო? არ გვინდა რა ეს იესო მოგვაშორე. ბარაბა ერჩია, გააცემინა ტყუილუბრალოდ კაცი. გამოყავს ისე ხელახლა პრეტორიუმიდან. ანუ ჯერ გაიყვანა აცემინა, ჩაიყვანა, მე ისევ ამოიყვანა ეს ნაცამი, წარადგინა ხალხის წინაშე, ხო, პრეტორიუმიდან გადმოსახედიდან და ეუბნება, აჰა, აი მე ამ კაცში ვერავითარ ბრალი ვერ პოულობ. ბიჭო, არ ვიცი რა. გასაგებად ვერ ახსნი? ნახე. და გამოვიდა იესო გარეთ ეკლის გვირგვინით და ძოწის მოსასხამით და უთხრა მათ პილატემ, აჰა, კაც, ეხა ნახე შენ. პილატე ხო გამოვიდა და უთხრა რომ გამოგიყვანთ ეხა ამ ნაცემ კაცო და
ნახავთო თქვენთან რომ ბრალი ვერ პოვეო. რო არ ეცემა იმ კაცს, ისედაც ხო უთხრა ბრალი ვერ პოვეო. როცემა და დაკითხა და აწამა, მაინც ვერ დასდო, ვერ უპროვა ბრალი, ანუ ძალით უნდა ეთქვა იესოს თავის თავზე, რომ ხო მეფე ვარო? არ უთქვია კაცს მეფე ვარ. თუ მეფობის გამო ჯერ ეგეც არ იყო სუსტი საფუძველი მეფობის გამო ასამართლებენ. აი მთელი ძაღლის თავი ამაშია ჩამარხული, რომ იუდეველები არ ეუნებიან რომ ეს მეფეა. ეს პილატე ეუნება შენ ახალ მეფეო, იუდეველებისგან არ გქონდა შენ თუ ხარო, შენ გითხრეს რომ ეს ჩემზე ხდება თუ შენ თვითონ ამბობ მაგას. თუ იუდეველებმა უთხრეს რომ მეფე ხარო, ამ კითხვას ვაღარ დავუსმენდა იესო, შენ გითხრეს ჩემზე რომ მეფე არისო თუ შენ თვითონ ამბობ მაგას ჩემზე. მიხვდით ხო რაზეც არის საქმე. გამოვიდა ეს იესო ქრისტე ხა რო უთხრა პილატემ ეს ვერ ვაცემინე და ბრალი ვერ პოვე მაინც კიდე გამოიყვანა აჰა კაციო ეუბნება. ხოლო როდესაც დაინახეს იგი მღვდელმთავრებმა და მსახურებმა აყულიდნენ ჯვარსაცვი ნაცემ კაცს რომ დაინახეს უკვე რომ ესე ვერ ბრალი ვერ პოულო ჯვარსაცვიო და იუდეველებმა ხო ჯვარსაცვი ვინაიდან მე ვერ პოულობ ხო პილატემ უთხრა წადი და თქვენთან წაიყვანე და ჯვარსაცვით ვინაიდან მე ვერ პოულობ მასში ბრალს რას ქვია თქვენთან ჯვარსაცვით ჯვარცმის უფლება რომაელებს ქონათ მარტო ხო იმიტომ რომ აქ ეუბნებიან მღვდელმთავრები ჩვენ არ გვაქვს არავის მოკვლის უფლება და თუ არავის მოკვლის უფლება არ ქონათ პილატე რატო ეუბნება წაიყვანე და თქვენი ჯულისაემ ჯვარსაცვით მათი ჯულის მიხედვით იესო ჯვარისაცმელი არ იყო იმიტომ რომ ებრაული წესის მიხედვით თუ ის ღმერთს გმობდა უნდა ჩაეკოლათ და არა ჯვარზე გაეკრათ ასე რომ ჯვარცმის უფლება მართლა არ ქონდათ ჩაქოლის უფლება ქონდათ მაგრამ აქ ამბობს რომ ჩაქოლის უფლებაც არ ქონდათ არავის მოკვლის უფლება არ აქვს თუ ჩაქოლის მოკვლის უფლება ქონდათ მაშინ პილატეს ასე კითხებოდნენ გაიყვანენ და ჩაქოლავდნენ მაგრამ აქ ნახე რას ეუბნება პილატე მიუხედავად იმისა რომ მე მაგ ჯვარცმის უფლებაო მე მაინც არ გვარცმევ ჯვარსო წაიყვანენ და თქვენთანაც ჯვარსავ მე არ მინდა ვამ კაცს მოკლავ ანუ იუდეველთა სამართალი პილატემ თავის იურისდიქციაზე მაღლა დააყენა და უთხრა რომ აი მე ნებას გთავთ რომ ეს კაცი წაიყვანო და ჯვარს აცვათ მიუხედავად იმისა რომ მე ბრალს ვერ პოულებ აი წარმოიდგინე რა დონის სისულელე წერია რა პრეფექტია კაცი მთელი იუდეას მართავს მართველია პილატე და აი ეგეც სისულელეს ეუბნება იუდეველებს და იმ ხალხს რომ არ აყვიდნენ და აყვიდნენ ჯვარსაცვიო და წადითო და თქვენაცვი ჯვარს მე ნუ გამრევთო ბიჭო აბა დაკითხვა საერთოდ რა საჭიროა მოსამართლეობის ფუნქციას რატო ითვისებ თუ კი კაცს ეუბნებით რომ ხალხს ეუბნებით რომ წადი და თქვენთანაც ჯვარსავ მე ნუ გამრევთო ბრალი თუ ვერ პოუე ჯვარზე საცმელად რატო გამოგა განაჩენი იუდეველებმა მიუგეს მას ჩვენა გვაქვს ჯული და ჩვენი ჯულის მიხედვით სიკვდილის ღირსია ვინაიდან ღმერთის ზედ დასახა თავი ეხლა ნახე პილატემ არ იცი ხა ბიბლიაში რა წერია როგორ წერია ჯული რა არის მაგრამ თვითონ ჯულის მიხედვითაც არ არის იესო ქრისტეს სიკვდილის ღირსი იმიტომ რომ 91 ფსალმონია ხო თქვენ ხართ ღმერთები და უზენაესის ძენიო თვითონ წერილი უწოდებს უზენაესის ძეებს ღმერთებს უწოდებს ბუნები და მადლით ღმერთებს კი არ უწოდებს და ამათმა დათხსეს და დაყვეს ეხა კენჭება თუ მარტიმამრავლებად ღმერთი შეერთებული ღმერთთა ცნობილი მათგანო ხო ამობს წმინდა მამა ასკეტი მამა არის ღმერთებზია საუბარი ანუ ესე იგი რას ნიშნავს უყურე აქაც იტყუილებიან როგორც იმაზე იტყუილებიან ჩვენ არავის მოკვლის უფლება არ აქვს მოკვლის უფლება არ თუ არ ქონდეს სტეფანე რატო ჩაქოლეს უპირატეს დაეკითხენ რა სკოლოდენ თუ არა სტეფანეს ამ პავლე რო გაძუხნეს წემაში იერუსალიმში ვადიოდა დაინახა და შენ ის არ ახარო უბრალოდ ჯულისგან განდგომას ვასწავლიო და უცხო კაცი შეიყვანა იერუსალიმში და წემაში გაძუყნიან იმას არ ეშო ასისტავს არ ეშოლა სუპილატეს დაეკითხნენ ხა იქა ცემოთ თუ არა და მოკრათ ეს კაცი ცემაში თუ არა რამდენ საკრავდა რამდენიც გინდა იმენი მოკლეს თავისიანები თავი თვითონ ღვთლები იოსებ არიმათეას არ გაუკეთეს არაფერი მოკლას შენ როგორ ჩამოვხსენ ჩვენ ნებართვის გარეშე იესოს გვამიო და ჩასვეს ჩაგდეს ციხეში და მეორე დღეს მოკლას უპირატენ ჩაქოლეს ეს სიტყვა რომ გაიგონა პილატემ უფრო შეშინდა კვლავ შევიდა პრეტორიუმში და უთხრა იესოს ახე აქ არ წერია რომ პილატე იესოსთან ერთად შევიდა პრეტორიუმში და უთხრა იმიტომ რომ ამ დროს შესაძაც პილატემ უბრძანა გამოყვანა იესოსი და წავიდნენ აჰა კაცი და აბა რა ვქნა და ბრალი ვერ პოულე და ამათ მოუთხეს ჯვარსაცვიო და მე წადი და თქვენ ჯულის მიხედვით აცვი ჯვარს მე ბრალს ვერ პოულებ გარეთად დგას იესო უკვე პილატეს გვერდით და ეუბნება აგერ კაცს გამოვაყვანინე ხო პრეტორიუმში ამასობაში ნახე ის არ ამბობს რომ იესოსთან ერთად შევიდა და იესოს დაილაპარაკა პრეტორიუმში ცალკე არა იესოსთან ერთად არ შესულა იესო ამ დროს გარეთ არის უკვე პილატე რო ლაპარაკება ხალხს
და ეს სიტყვა რომ გაიგონაო, რომ თავის ღვთის ძედ დასახა თავის თავი და ჩვენი ჯურის მიხედვით მოსაკლავიაო. ერექტურტა, მაგრამ დაუშვა და მართლა ეგრეა, ხო? ნახე რა წერია, კვლავ შევიდნენ არა, შევიდა პილატე პრეტორიუმში შიგნით, შევიდაო. როცა იესო გარეთ არის, თვითონ შევიდა, კვლავ შევიდა პრეტორიუმში და უთხრა იესოს. ეხლა გესმოთ კითხვას. თუ იესო გარეთ ედგა გვერდით, ვისთან შევიდა პრეტორიუმში და რომელ იესოს შეეკითხა პილატე? აგერ გვერდით არ დგას, უნდა ეწეროს პილატე იესოსთან ერთად შევიდა პრეტორიუმში და დაეკითხა იესოს. ეს არის გრამატიკული ფორმა. მოვლენების აღწერა თუ გინდა რა. და არა კვლავ შევიდა პრეტორიუმში, კვლავ შევიდა და არა შევიდნენ. მარტო შედის პილატე და ვიღაც სხვა იესოს ნახავს იქა და იმას ეკითხება. აგერ იესო კიდე გარეთ დგას. სადაური ხარ შენ? ანუ პილატემ არ იცოდა იესო სადაურია. როცა მღვდლები იყვნენ მოწამე, როდესაც მაცხოვარი დაიბადა, ბეთლემს ურიასთან სასახო წერია, დაიბადა და გალილეის ნაზარეთიდან იქნებაო, ხო? გალილეის ნაზარეველი იყო. ყველა იცნობდა იესოს. აგერ დავდე პოსტი, ხო? დღე და ღამო და მთელი დღეებიო. აშკარად და გასაგებად ლაპარაკობდიო, სინაგოგებსა და ტაძარში ქადაგებდი და ვასწავლებდი ჩემ ჯულსო. ყველა მიცოდა იესო საიდან იყო. რომ გალილეის ნაზარეთიდან იყო. ჰეროდემაც იცოდა, პილატემაც იცოდა, ებრაელებმაც იცოდნენ, მაგრამ აქ პილატე ეკითხება იესოს. ოღონდ ვის იესოს არ ვიცი. იესო გარეთ ადგას, კაცო, აგერ კაციო. აჰა, კაციო. ბრალი ვერ პოვებ. მაგრამ კვლავ შევიდაო პრეტორიუმში და ვიღაცა ნახა იქ იესოს, ხო და იმას ეკითხება. სადაური ხარ? როცა იცოდა იესო სადაურიც იყო, კაცო, გალილეის ნაზარეთიდან იყო. აგერ ჰეროდე მეფე გაგიჟებული იყო. იესო ეგონა იონე ანათლისმცემელი მკვეთრად აღმდგარი. რა არ იცოდნენ კაცო საიდან იყო იესო? როგორ არ იცოდნენ? გალილეის ნაზარეთიდან. გალილეის ნაზარეთის მეფე კიდე ის იყო, ჰეროდე იყო იმ დროს. პილატე რა შუაშია? საქმეც მაგაში არის, რომ პილატემ არ იცის სადაურია. თუ აქ ამბობს მის ზეციური ბუნებაზე წარმოშობა შეეშინა ღვთის ძე არისო, მით უმეტეს თუ ზეციური ბუნებით იყო და ღმერთი იყო და ამ კუთხით ეუბნება სადაური ხარო შეეშინა, ჰეროდეს რატო აგზავნეს? რომ გაიგო სადაური. საქმეც მაგაშია, რომ იოანეს სახარებაში არ წერია, რომ ჰეროდესთან გააგზავნეს. თუ ეკითხება, რომ სადაური ხარო და არ იცის, ჰეროდესთან გააგზავნა და ჰეროდეს მისცემდა პასუხს. აგერ ჩვენი ღმერთი ეს არის, ჯულში ესე ეწერა, გამოიკვლია ყველაფერს და ეტყოდა, აგერ მართლა მოსულა ჩვენი ღმერთი და რას ეჩით მაგ კაცსაც. ჩვენიანი არის და ჯულში ესე გვეწერა, რომ ასე უნდა ჩვენი მესია მოსულიყო და შეეშვით, ამას არაფერი არ გავუკეთოთ. ან მანახეთ კაცო, ყველა მართლმადიდებლებს მაგას ვეუბნები. მანახეთ ძველთქმაში საწერია, რომ ებრაელები მესიას ელოდებიან, რომ მოკლან ჩვენი წოდებისათვის და მესამე დღეს უნდა აღდგეს. აი საწერია. 22 ფსალმოში კიდე რომ მოყავთ ეგ სიტყვები არ არის იესო ქრისტეს. იმიტომ რომ იქ ჩემი ძვლები დაითვლება წერია. ამბობს დავითი. და თუ დავითის პირით იესო ლაპარაკობს, მანახეთ ერთი იესოს ძვლები მინდა თვალა რა. ჩონჩხად აქციეს ქრისტე კაცო. ჩემი ძვლები დაითვლება. მაგით არ მოსწონთ ახალ ქართულად თარგმნილი ფსალმუნები. არც ერთი ჩემ წიგს არ ყიდულობს. ახალ ქართულად გამოვეცი ფსალმუნები. არავინ არ ყიდულობს. და ეს ბლებიც ატენიან, რომ არა ის ახალ ქართული და ძველ ქართულად წაიკითხა. არ მინდა ძმაო შენი ძველ ქართული, თავიდან ბოლომდე სქიზმა დარღვევა. დამახინჯებული თარგმანია. სად იყო ძველი ბერძნული და ძველი ისა, როდესაც აგერ პირველი ბიბლია ვულგატა იყო და ებრაული ორიგინალიდან იყო თარგმნილი. ეხა იძახიან, რომ ებრაულიც არ არის, არა ვიცი, მაშინ ორიგინალი თქვენ დაწერეთ მაშინ. ბერძნები ყოფილან თუნდაც ებრაელები და ებრაელებზე მეტად ბერძნებს წოდიან იქ იერუსალიმის ტაძარში, ღვთისმთავარი რომელიც ხარს რომელი მას ჭირავდა იახრეს. რა გვინდა ბერძნებთან, ხო თუ ებრაელების აყოლა აგე კაცმა თუ უთხრა პილატემ პასექის დღესასწაულს, ან ბერძნები პასექის დღესასწაულს არ აღნიშნა. პასექის დღესასწაულზე პილატემ აგე ვერ ხედავ, გაგითავისუფლებთ. როცა პილატეს იმაში არ წერია საქმეებს შეგეთი რაღაც. ეხლა ნახე აქ რა ეუბნება სადაური ხარო, ხოლო იესო არაფერს არ პასუხობს. უძდელობაა ეს. კაცი გეკითხება სადაური ხარო. და არაფერს არ პასუხობს. არა, უფლება ქონდა რომ არაფერი არ epasუხა ღმერთი, ხო? ო, ქონდა უფლება, მაგრამ თუ იმაზე უპასუხა რომ
მეფობაზე ქონდა პრეტენზია და შენაბობ მაგას თუ სხვა მაგითხეს ჩემზე, აქ რაღა პრობლემა იყო, რომ ეთქვა, რომ სადაურიც იყო. ეთყო და მე ვარ ღმერთი. და ცნე ჩამოსული. იქაური ვარ. აქაც ვარ და იქაც ვარ. აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ. არაფერს არ პასუხობს. ან პილატე უნდა მიხვდარიყო თურმე ვისთან ქონდა საქმე? კაი, დაუშვათ ეგრე არის. თუ მიხვდარიყო, ჰეროდესთან ხო გააგზავნა. ამ მომენტში რატო იოანე არ ამბობს მაგას, რომ ჰეროდესთან გააგზავნა? ხო, ეწეროს რომ აქ რომ ჰეროდესთან იესო, პილატემ იესო გააგზავნა, რატო არ წერია? ხო ეკითხება, სადაური ხარო და პასუხს ვერ იღებს. ან მღვდელმთავრებს უნდა დაკითხოდა, ან ხალხს უნდა შეკითხებოდა, ან კიდე თუ იმასგანაც პასუხს ვერ მიიღებდნენ, უნდა გაეგზავნა ჰეროდესთან. მეფე ვინც იყო, რომ აი ესეთი პიროვნებაა, ვინ არის გამოიკულიეთ, სად არის შენი ხალხი არაფერს არ მეუნება. რატომ მოყავ ჩემთან? მე ვინა ვარ კაცო, რომ ვინმე მოკლა თქვენიანი. თქვენიანი გადმომეც, თქვენ ჩემმა ხალხმა გადმოცა შენი თავი, ხო ეუბნება ნიკოდემოს სახარება. ეხლა ნახე შენ. მოდი აქ შევჩერდეთ. მე არისო პილატე ეკითხება, მე არ მცემ ხმაასო? და მე ამოიღებს ხმას, რომ ისო შენ ვარაფრის ხელმწიფება არ გიქნებოდა ჩემი თუ ზეციდან არ მოგეცემოდაო და იმას უფრო მეტი ბრალი აქვს ჩემი თავი შენ გადმოგცემ. ესე იგი მამა ღმერთს ადანაშაულებს, რომ თუ მამა ღმერთმა ძველი აღთქმის მიხედვით გამოიწირა ჩვენი ძე ჩვენი წოდების გამოსახსენად, ისე შეიყვარა ღმერთმა წოდისოფლო თავის ძემისცად ჩვენი წოდებისათვისო, აგერი იესო ქრისტე თავის მამას ადანაშაულებს. პირდაპირ ეუბნება. ამიტომ უფრო დიდი წოდვა აქვს მას, ვინც ჩემი თავი შენ გადმოგცაო. და ვინ გადასცა? მამამ გაწირა. მამამ გადასცა მოსაკლავად. მამამ გამოაგზავნა თავის ძე ჩვენი წოდების მოსაკლავად. და აქ იესო ბრაზდებს მამას. იმას უფრო მეტი ცოდვა აქვს, ვინც შენ გადმოგცაო და რას ვეჭით იუდეველებს კაცო, ღმერთის ჯური აღასრულეს და იესო მოკლეს ჩვენი წოდებისათვის თავიანთი ღმერთის ჯური ესე ეწერა და ესე გააკეთეს, ხო? მაგრამ იესო ამას ცოდვა უთulis. იმას კი არა, ებრაელებმა რომ თავისი ჯური დაიწვეს და თავისი ჯურის მიხედვით მართლა ესე უნდა გაეკეთებინათ, რომ დაწერილი იყო. არა. ცოდვას უთulis მას, ვინც თავი, იესოს თავი გადასცა მათ. ხვდები ხო, მოსაკლავად. აქ მარტო პილატე არ იგულისხმება, პილატეს მისი მოკლა არ უნდა და პილატეს არც მოუკლავს ქრისტე. ეს იუდეველებმა მოკლეს, სისხლი მაგისი ჩვენს და ჩვენ შვილებზე, პილატე რა შუა შეეძლოს. პილატემ ხელები დაიბანა. სხვა გზა არ ქონდა. და რომც ქონოდა, აჯანყება მოხდებოდა და ის აქეთ ჩაქოლოდნენ და მოკლავდნენ მაგას. ან ვაფშე გააქრობდნენ მაგას, როგორ შენ ჩვენ სამართალს არ ემორჩილები, მაგრამ ნუ კაი და თქვა პილატე იყო, რა ეტყოდა და სულ გაკეთდებოდა სიტყვა, მაგრამ არასოდეს რომის იმპერიაში არ ყოფილა პილატე დახასიათებული როგორც ასეთი გულმხურვალი, გულშემატკივარი იუდეველებისა, რომ ვიღაცა მართალი კაცზე ესე შებრალებოდა და მისი გათავისუფლება ცდომოდა. როგორც რომაელი მწერლები ასახელებენ პილატეს, იყო უსასტიკესი კაცი, ნერონიც სხვადასხვა პილატეზე, პილატეს დახასიათებაზე, ეს იყო სასტიკი ადამიანი, რომელიც უმოწყარავთ ხოცად და უდანაშაულო ადამიანებს. და აქ ისია პილატე გამოყვანილი, რომ სულ წმინდანია რა, აი იესო ქრისტეს მოკლა არ უნდოდა რა. მიუხედავად იმისა, რომ ცოლისგან იცოდა, რომ ეს მართალი კაცი არაფერი არ დაუშავო. და სხვადასხვა იოანეს სახარებაში ეგ არ წერია. რომ პილატეს ცოლი უგზავნეს ადამიანებს და ეონები არაფერი არ დაუშავო. არ წერია აქ. პირდაპირ მისცა ჯვარზე საცმელად. ეხლა ნახეთ ჩვენ, ეონება სადაური ხარ, ხო? პილატე ეკითხება სადაური ხარ. ეხლა ნახოთ ლუკას სახარების 23 თავი რა მოხდა სინამდვილეში. ლუკა როგორ აღწერს ამას. დაადგა მთელი ხალხი და წაიყვანეს იგი პილატესთან. თავი 23 ლუკას ახარება. და დაიწყეს მისი ბრალდება და ამბობდნენ, ჩვენ ნახეთ რომ ეს აქეზებს ხალხს და უკრძალავს კეისრისთვის ხარკის მიცემას და თავის თავს უწოდებს ქრისტეს მეუფეს. ანუ ქრისტეს მეფეს. და პილატემ კითხა მას შენ ახარ იუდეველთა მეფე? ხოლო მან მიუგო, შენ ამბობ. ხედავ სინამდვილეში რა მოხდა. აქ იოანეს სახარებაში იუდეველებისგან არიგებს რომ პილატე რო იესოზე რომ ის მეფეა ნეფობას იბრალს, ამბრალდებით არ მიყავთ, მაგრამ ლუკას სახარებაში მარტო ამბრალდებით კი არ მიყავს რომ ის მეფეს უწოდებს და ქრისტეს უწოდებს თავს. ჯერ ერთი ქრისტე მეფეს არ ნიშნავს, მესიას ნიშნავს. და აქაოს ქრისტეს უწოდებს საკუთარ თავსა და მეუფეს. ანუ ქრისტეს და მეუფეს. ვასილეო არასოეთ არის თარგმნილი, ნახე, მეუფე არ ნიშნავს ქრისტეს. ქრისტე არის მესიას უწოდებს და მეუფე ნიშნავს ვასილეო. ანუ იმის პრეტენზია კი არ ქონდა რომ იესო ქრისტე თავს იუდეველთა მეფედ აცხადებდა. არა,
იმის პრეტენზიაო ქონდა, რომ კეისარს ხარს ნუ უხდით, რადგან მე ვარ კეისარი. თორე ძველ რომში მეუფეს ეძახდნენ კეისრებს. ანუ ჰეროი პილატეს ნუ უხდითო ფულს ხარკსო. ამ ბრალდებით მიიყვანეს იუდეველებმა პილატესთან. აი ეს იაშავებს, შენი წინაშე იაშავებს, სახელმწიფოს წინაშე იაშავებს. რომ ხალხი არ უნდა მიუწევთ კეისარს, ვაგე პირდაპირ ამბობს. უგრძელავს კეისრისათვის ხალხის მიცემას. ლუკას ახალების 23 თავში. აი რა ბრალდებით მიიყვანეს. სინამდვილეში ეს. და იოანეს მე-18 თავში 22 მოხში არ წერია რა ბრალდებით მიიყვანეს იესო პილატეს. არ წერია. არც პილატესგან არ ვიღებთ რა ბრალდებით მიიყვანეს. ვარაუდის დონეზე დაწერია. ხოლო ვაგე ლუკას ახალებში პირდაპირ წერია რა ბრალდებით მიიყვანეს. უგრძელავს კეისრისათვის ხალხის მიცემას და თავის თავს უწოდებს ქრისტეს. ანუ მესიას, ღვთის ძეს. და ამავდროულად უწოდებს მეუფეს. ქრისტეს ბავშვობაზე გეთქვა რამე დრო რომ გექნეს. ქრისტეს ბავშვობაზე არის თომას აპოკრიფული წიგნი და ჩემ მეგობარმა ჩამიგდო რა ვიღაც ჩემი ზედა იქ კომენტარებში ჩავაგდე მე რასაც შევძლე. და მოკლედ რაღაცა არის ქრისტე ბავშვებს წევრის მერე ვიღაცას კლავს ბავშვებს კლავს. მე არ მოსულა რომ დედამიწაზე სიცოცხლის მოსატანად არამედ სიკვდილისა. ეგეთი რაღაცები არის და ესეთი რაღაც ძალიან შეუფერებელი რაღაცები წერია რომ ეკლესიამ ეს არ მიიღო. ბევრი აპოკრიფული სახარებები არსებობს იესოს ბავშვობაზე. ჩიტები გამოძერწაო ტალახისგანო სული შებერაო და აქცია სოცხაფრინველება. თუ ესეც თომას ბავშვობის სახარებაში წერია. თომას სახარებაა იესოს ბავშვობის. ესე ქვია ლათინურ ენაზეა სოთაშურის ეგ დაწერილი აპოკრიფული სახარებაა. ყურანიდან მერე გადაწერეს ეს ჩიტი გამოძერწაო სული შდაბრა და აფრინდაო. ხოლო მოკლედ თემა არ მინდა შევცვალო ხა მსმენელისათვის მერე უამრავი რაღაცებია რა ვიცი. ბევრი რაღაცები არის ჩვენამდე არ მოვიდა. ხო იმედია საინტერესოდ ვსაუბრობ ამ იესოს გასამართლებაზე, მე კიდე რაღაცები მინდა თქვენი ყურადღებაც მივიპყრო. ჩვენ ახლა უბრალოდ ვსაუბრობთ ლუკას ახალების 23 თავის და იოანეს ახალების მე-18-მე-19 თავების შედარებაზე. ესე იგი, აქ იესო ქრისტეს ღვთისმთავრები იესო ქრისტე მიუყვანეს პილატეს იმის ბრალდებით, რომ იესო ქრისტე არა მარტო მესიად აცხადებდა თავს, არამედ მეუფესაც უწოდებდა თავის თავს, ანუ სოტეროს და ვასილეო, ეს ყველაფერი არის რომაულ ბერძნული ნარატივი და მეუფე იგივე ვასილეო და სოტეროს ნიშნავს მაცხოვარს, ამას ეს ტიტულები ორივე მიეწერებოდა კეისარს. ესე იგი, იესო ქრისტე თავის ხალხს მოუწოდებდა აჯანყებისკენ, რომ კეისარს არ მიეცათ კეისრისთვის თავისი წილი, ან რომაელებისთვის ფული არ ეხადათ და თვითონ ყოფილიყო ებრაელებში მათი მეუფეც და ქრისტეს ცხებული მესია უზენაესი, ან თავად სულაც უზენაესი. თავიანთი ღმერთი, ებრაელების ღმერთი მოვიდა და უნდა გაიმეფებინათ. ხო ელოდებოდნენ რა, ეხლა რო ელოდებიან მესიას, შენ გონიათ უნდა მოკლენა მესამე დღეს აღდგეს კაცო. ებრაელები მას ელოდებიან, მანახეთ ძველათქმაში, სადაც მას ელოდებიან. მე განახებთ მუხლებს. მესიანური გაგების, როგორ ელოდებიან და სამნაირი გაგება იყო ებრაელებში მესიის მოსვლის. ერთი გაგება ის იყო, რომ მესია რომ არავის იცოდნენ საიდან არის. აგერ პილატემაც იცის საიდან არის, ებრაელებმაც იციან საიდან არის, ბეთლემის ურიასტანიდან არისო, ზოგი გალილეის ნაზარეთიდან არისო, კიდევ ვერ ჩამოყალიბდნენ თუ გალილეის ნაზარეთიდან არის, ბეთლემიდან როგორ არის, ბეთლემი რა შუაში. აი დაუშვათ და ბეთლემიდან არის. ესე იგი მესია იცია რომ ბეთლემიდან მოვა. მაგრამ იქ ამბობს რომ მესია რომ მოვაო, არავის იცოდება საიდან არის მესია. და ყველაზე უარესი მესია რომ მოვა 400 წელი იმეფებს, არსად არ კვდება, არსად არ მაღლდება, რჩება აქ. ეს ყველაფერი იოანეს სახარებაში წერია, ყველაფერი აი ამ სახარებაში ჩაწერეს. ასეც ახლა მე გამონებით. და იესო რო თავს მესიად აღიარებდა სამარიტელ ქალთან საუბრისასაც ამბობს ამას. სამარიტელ ქალი ეუბნება, ჯერ სამარიტელ ქალთან საუბარი აკრძალული ქონდა იუდეველს და იმიტომ გაუკვირდათ მოციქულებს ქალთა რატოზისო. იცოდნენ რომ სამარიტელთან საუბარი აკრძალული იყო იაკობის ჭასთან. ხო. ჩვენ ვიცით რომ მესია მოვაო. დაჟე სამარიტელები ელოდებოდნენ მესიას. და იესო ეუბნება, მე ისა ვარო, ვინც ახლა შენ გელაპარაკება. ანუ აღიარა რომ ის იყო მოსული მესია. ამ ბრალდებით მიუყვანეს პილატეს ღვთისმთავრებმა და იუდეველებმა ქრისტე და უთხრეს რომ აჰა თავსო კეისრადაც კეისარზე მაღლა აყენებსო, დაჟე კეისრის ხალხის გადახდაც აგვიკრძალაო
და თავს მარტო კეისარზე მაღლა კი არ აყენებს, ანუ სოტეროს და ვასილეოს კი არ უწოდებს მეუფესო. არამედ ქრისტესაც. აი დღეს რამხელა დანაშაული, ახლა გუშინ მეუფესთანაც გქონდა საუბარი, მეც ვიმართე მეუფით, მაგრამ მე რომ მოვტვინე კაცო და დავჯიქი და საღამოთი ცეცხლის პირას ესე ვთქვებოდით, რომ ფიქრობ რა ვის უთხარი მეუფე, სად დავჯექი? სამჯერ თუ ოთხჯერ გამომეორე მეუფეს. ვის უწოდებ მეუფეს? კაცო, ჩემთვის მეუფე არის ქრისტე. ეს ტიტული მარტო მას აქვს. სხვა მეუფე, ანუ კეისარი ჩემთვის არ არსებობს. ჩემი მართველი მეუფე არის ერთადერთი ქრისტე, იესო. და მე ადამიანს უწოდებ, არ გაურკვეველ პიროვნებას, არ ვიცი ხელი მინდა ასხა, სად გახდა მეუფე. და მე ამას მეუფეს უწოდებ, მართლა გულით ნანობ ამას, ამ საქციელს, მართლა არა ქრისტიანული არის ჩემი მხრიდან, იმიტომ კაცი ლაპარაკობ, ვაკრიტიკებ ბიბლიას და ვზივარ სუფრაზე და მეუფეს უწოდებ და საინტერესო კითხვები კი დავუსვი. თემა შემიცვალა და მცხეთაზე გადაიტანა საუბარი, მაგრამ მაგასაც შევეხები. კაი, ახლა ვეკეთყვით მაშინ. მოკლედ ესეთი პასაჟი არის, რომ აბრაამა თავისი შვილი ისააკი შეწირა და ეს იყო ქრისტეს წინასახის სიმბოლო, ხო, დაკვლის წინასახის სიმბოლო, აი ისააკი როგორც გაიმეტა აბრაამა, ასე გაიმეტა მამა ღმერთმა ჩვენთვის თავისი ძე ღმერთი. ხო, ჩვენი ცოდებისათვის შემოგწია. კაი, დაუშვათ და ეგ წინასახია. შეშა და ცეცხლი რა შეჭირდებოდა? ხო წერია, შეშა და ცეცხლი წაიღო და ის ეუბნება ისააკი, კაცო, მამაო, შეშა და ცეცხლი რომ მოგაქო, კრავი სად არის? სად არის კრავი? უფალი გამოაჩენ შვილო. ესე იგი, ან ისააკი იყო ქრისტეს წინასახე, ან ის კრავი იყო, რომელიც ისააკის მაგივრად დაიკლა. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ დაიკლა ცეცხლი რა შეჭირდებოდა. იქ წერია, რომ ადია მთაზეო, სადაც მიგეთითებოდა სრულად დასაწვლიო. სრულად დასაწველი ნიშნავს მსხვერპლი, რომ ის ცხვარს დაკლავდნენ და სისხლს ბოლომდე გამოუაცლიდნენ, იმ ცხვარს წვავდნენ. და ეს თუ ქრისტეს წინასახე არის, მაშინ იესო ქრისტე რო ჯვარზე მოკლეს, უნდა დაეწყოთ, მაგრამ ეს ვეღარ დამაცადა საუბარში, ისე იყო იქაოსი და ლაპარაკი, რომ ეს აქეთკენ რომ მივყავდა, მიხვდა ის მეუფეც, რაზეც ჰქონდა საუბარი და გადაიტანა მცხეთაზე საუბარი. საერთოდ სხვა თემაზე შეცვალა, მიმიხვდა უკვე მე რა თემაზეც მივყავდა საუბარი, რა რომ ეს აბრაამისა და ისააკის სხვებს შეწირა და იქ კრავის გამოჩენა საერთოდ არ არის ქრისტესთან კავშირში და ქრისტეს ჯვარცმასთან. იმიტომ რომ იქ იყო დაწვა. ხან მომუნდებათ ამათაც ყველაფერი. დაწვაზე იყო საუბარი. სრულად დასაწველ ახსავნის მსხვერპლად უნდა შეეწირათ იაჰვესთვის. იმიტომ რომ აბრაამის ღმერთი იყო იაჰვე, ცის ღმერთი იაჰვეს აირჩია და მას გაყვა. ქალდებელთა ღმერთები, თავიანთი მამაპაპის ღმერთები მიატოვა აბრაამმა და გაყვა ცის ღმერთი იაჰვეს დაუწყო თაყვანისცემა. ახლა გადმოვინაცვლოთ პრეტორიუმში ლუკას ახარება როგორ აღწერს იესოს გასამართლებას პილატესთან. იცი ძალიან დამღლელია, იცი ფიქრი მარტო კი არ არის, რომ აი ფიქრობ აზროვნებ რაღაც რო ადრე ამ ყველაფერს თან უიაზრებ, თან ისტორიულად აცოცხლებ ამ ყველაფერს, მე უნდა გადასცი ამ ხალხს, დაუგეჭო. ეს თქვენ კი არ ვილაპარაკებით ამას, სათითაოდ მე მაგზარები და გუშინ მთელი ღამე ვილაპარაკეთ ამ თემებს. არის ესეთი რაღაცები არის, ახლა მოციქულები რო იკრიბებენ რასაკეთებენ წერილებს არ ჩვენო, ხო რა წერილებს ახლა იოანეს ახარება ნამდვილად არ ქონათ მოციქულებს. იმიტომ რომ 95 წელს დაიწერა ეს იოანეს ახარება. იოანეს ახარებას კი არ კითხულობდნენ ისინი. ხო და თუ ისინი არჩევდნენ და კითხულობდნენ, ჩვენც ხო გვაქვს უფლება თუ ეკლესია თვით თავს გავარჩიოთ ეს წერილები და შევადაროთ. პილატემ კითხა მას შენ ახარი იუდეველთა მეფე, ხოლო მან მიუგო, შენ ამბობ. და უთხრა პილატემ, აქ იესო არ ეუბნება როგორც იოანეს ახარებაში, შენ ამბობ ჩემზე ამას თუ სხვა მაგითხეს ჩემზე. იმიტომ რომ უკვე აღე ბრალდებით მიუყვანეს, რომ ესო თავს მეფე დასაღებსო, ხო, ქრისტეს უწოდებს და მეუფეს უწოდებს თავს. ანუ კეისარზე მაღლა აყენებს, ასე რომ იესო ქრისტე აქ შეკითხვას ვერ დაუსმენდა პილატეს, შენ ამბობ ამას ჩემზე თუ სხვა მაგითხეს. რა თქმა უნდა, სხვა მოუთხეს. და პილატე ეუბნება, შენ ახარ იუდეველთა მეფეო, კი არ ეკითხება რომ შენ ახარ ბრაზდებს, კი ეკითხება უბრალოდ, ეკითხება, კი არ უდასტურებს რომ შენ ახარო, შენ ახარო. და იესო პასუხობს, შენ ამბობ მაგას. და როგორ ამბობდა პილატე მაგას მეფე ხარო, როდესაც შეეკითხა, შენ ახარ იუდეველთა მეფეო, შენ ამბობ. აი რა უძლერული პასუხი არის. კაცმა შეგეკითხა, რას ბრალს ხდებენ მართალია, ანუ შენ ახარ მართლა იუდეველთა მეფე. ეს ეუბნება, შენ ამბობ. ის კი არ ამბობდა, არა მე არა ვარ. შენ ამბობ. არ უარყოფს რომ ის არ არის. შენ ამბობ, აი უზრდელურად ელაპარაკება. უზრდელურად მიმართავს. პირადად მართლა აინტერესებს კაცო ეს კაცი ვინ არის? მართლა ესია, მართლა მეფეთ უწოდებს საკუთარ თავს? მართლა კეისარზე მაღლა აყენებ თავს? ეს ყველაფერი მართალიაც ჩვენზე ბრალს ხდებენ? იესო ამბობს, არა შენ ამბობ.
მე როგორ ვამბობ, კაცო, შენი ენება გადმოგცეს. შენი თავი ჩემთან. მე რანაირად ვამბობ მაგას. დაუთხრა პილატემ მღვდელმთავრებს და ხალხს. მე ვერაფერ ბრალს ვერ პოულობ ამ კაცში. ჯერ რა ვიცი ხა, პასუხი არ გაუგია ქრისტესგან აღიარება არ მოусმენია რომ არა მე არა ვარ და გამოდის და ხალხს ეუბნება მე ბრალს ვერ პოულობ ამაში. მაგრამ ისინი დაჟნებით გაიზახოდნენ რომ ის აშფოთებს ხალხს და ასწავლის მთელს იუდეაში გალილეიდან მოყოლებული ვიდრე აქამდე. ნახეთ? გალილეიდან მოყოლებული ვიდრე აქამდეო და პილატემს რომ გაიგონა რომ გალილეიდან არისო, კითხაო, მას ეს კაცი გალილეველია? და როდესაც გაიგო ჰეროდეს სამფლობელოდან არისო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რომელიც იმ დღეებში თავად იერუსალიმში იყო. მე ხა ჩემს წიგნში დავწერე რომ როგორ გააგზავნიდა გალილეაში ამხელა გზა გაელო გამოიგო თურმე აგერ იერუსალიმში ყოფილა ჰეროდე, ესეც როგორ ისე გათვალეს და გველურად. აგერ თურმე ჯერ აი ჰეროდეს იერუსალიმში რა უნდა და თუ გალილეველი იყო, ხო? დაუშვათ და იქ იყო, ასაკით დღესასწაულს. დაუშვათ. ხოლო ჰეროდემ ძალიან გაიხარა იესოს დანახვისას, ვინაიდან დიდი ხანი ეწოდა მისი ხილვა, რადგანაც ბევრი რამ სმენოდა მას და იმედი ჰქონდა ეგებ რაიმე სასწაული მიჩვენოსო. არა და ეს ის ჰეროდია, ვინც იესო ქრისტე ეგონა მკვეთი თავმჯდომარე იოანე თესლმე, რომელსაც თავი მოკვეთა. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, გახსოვთ? მარკოს სახარებაში არის და ლუკას სახარებაში. მე ეს იოანე თესლმეს თავი მოკვეთეო და ეს ვინ არის ამდენ სასწაულები რომ აღასრულებსო. იოანე ჰეროდეს ეგონა იესო ქრისტე მკვეთი თავმჯდომარე იოანე თესლმე. ჯერ რატო უნდა გონებოდა, მაგრამ აი ესე წერია რომ ეგონა. მართლა ესე ეგონა. განახეთ მაგას აი კომენტარებში ჩავაგდებ მე და წაიკითხეთ რომ ეგონა. კაი, ნუ მოკლედ აქ წერია რომ პილატემ გაიგო საიდან იყო იესო, ანუ გალილეველი რო იყო. ეხა მოუნდებათ ამ დრუჟბის რა ქვია დრელის ხმარება, კაროჩე. მოკლედ ლუკას 23 თავის მერვე მუხში წერია რომ ჰეროდემ დაინახა და ანუ პილატემ ჰეროდესთან გააგზავნა არ მინდა მე თქვენი მეფესთან წაიყვანითო. და მერე იოანეს სახარების 19 თავის მერვე მუხში, მე-9 მუხში. პირადა ეკითხება იესოს, სადაური ხარ უკაც. აგერ ხო გაიგო მღვდლებისგან და მეფეების ხალხისგან რომ თურმე გალილეველი ყოფილა და გალილეაში ჰეროდესთან გააგზავნა დასაკითხად, ხო? და თურმე ის ჰეროდეს აგერ იერუსალიმში ყოფილა. და მიუყვანეს ჰეროდესთან პირადი. ჯერ ამ დაკითხვას ხო დრო დასჭირდებოდა. მე ამ ჰეროდემ რომ გამოგზავნა ისე პილატეს და ბრალი ვერ პოვეო, კაცო, ჰეროდემ თუ ბრალი ვერ პოვა, მე პილატემ როგორ უნდა დავდო ბრალი, ვაფშე არ ვიცი თქვენ ებრაულით ესე. ეხლა ნახე შენ. და ესე წავიკითხოთ რა, მოდი ეს ლუკას სახარებას და იოანეს სახარებაში პილატემ არ იცის, სადაური არის. უნდა და გაეშვაო, მაგრამ იუდეველები აყვირდნენო, რომ თუ შენ გაუშვე მას, კეისის მოყვარი არ ხარო და ასე ისე ხაი-პაი დაждდა სკამზე და რომელსაც ებრაულად ქვია კაბადა აჰა თქვენი მეუფეო და გადასცა ჯვარზე საცმელად. ასე თავდება მე ეს იოანეს სახარება, ასე გრძელდება. იქ არ წერია რომ ჰეროდესთან აგზავნეს. სადაური ხარ, ეგეც არ იცის. არც ინტერესდება რომ სადაურია, მაგრამ რომ გაიგოს რომ სადაურია. პირდაპირ ჯვარზე გააკრავენ იესოს. აქ წერია ნახე მისცა ჯვარზე საცმელად, ხოლო მათ წაიყვანეს იესო და მიქონდა თავისი ჯვარი. აი ესე დიდი სისულელია ხალხო. იოანეს სახარების 19 თავის მე-17 მუხში იესოს თავის ჯვარი მიქონდაო. თავის ჯვარი როგორ მიქონდა? თუ თავის ჯვარი მიქონდა, მაშინ ავაზაკებსაც უნდა წაიღო თავიანთი ჯვარი და იმათაც უნდა ეთრიათ. არაფერი არ წერია ავაზაკებზე რომ ჯვარი უნდა ეთრიათ. მარტო იესოზე წერია, მიქონდა თავისი ჯვარი. ეს არის ტყუილი, იესოს თავის ჯვარი არ მიქონდა. მოდი ნახოთ ლუკა რას ამბობს თავის სახარებაში. წავიკითხოთ ეს პრეტორიუმის ეს მომენტი. ჰეროდესთან მიიყვანეს სასწაული მონახოს, ბევრი რამ გამოკითხა მას, მაგრამ იესომ არაფერი მიუღო. ესე იგი, აქაც რუსდელობს. კაცი ეკითხება, მეფე ეკითხება ხა თავის სიანს. და იესო არაფერს არ პასუხობს ამ კითხვებზე. მღვდელმთავრები და მწიგნობრები კი იდგნენ და თავგამოდებით ბრალს დებდნენ ჰეროდეს წინაშე, იესოს. როგორც პირათა წინაშე, ისე ჰეროდეს წინაშე. ხოლო ჰეროდემ თავისი მეომრებით შეურაცხყო იესო და მის მასხრად აიგდო იგი და შემოსა ბრწყინვალე სამოსი და უკანვე გაუგზავნა პილატეს. და იმ დღეს დამეგობრდნენ პილატე და ჰეროდე, ვინაიდან მანამდე ერთმანეთს მტრობდნენ. თუ მტრებიც იყვნენ და ამავდროულად იერუსალიმში პარპაშობდა და იესო ქრისტეს გამო შერიგდნენ.
სისულელე ეგეთი რაღაცა რომის ისტორიაში არ არსებობს, რომ პილატე ჰეროდესთან ძმაკაცობდა. ხოლო პილატემ მოიწვია მღვდელმთავარი და ხალხი და უთხრა მათ, თქვენ მომიყვანეთ ეს კაცი რა, როგორც ხალხის წამქეზებელი და აჰა მე თქვენთან ერთად გამოვიძიე და ვერ უპოვე ამ კაცს ვერცერთი დანაშაული, რასაც ბრალად ზდებ და ვერც ჰეროდემ ვინაიდან მასთან გაუგზავნე იგი და აჰა სიკვდილის ღირსი არაფერი უქნია მას. აქ დააკვირდით მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანი მოუხსნა. კაი, მე წარმართი ვარ, არ მესმის თქვენი ბიბლია, არ მესმის თქვენი ჯური, მართა ვერ ვერკვევი. გავიგე რომ გალილეელი ყოფილა და ჩემთან ტყუილად მოიყვანეთ, გაუგზავნენ გალილეის მეფეს ჰეროდეს. ჰეროდემაც დაკითხა და გამომიგზავნა უკან, ამ კაცს სასიკვდილო არაფერი არ უქნია. თუ იესო ქრისტე თავს მართა უტოლებდა ღმერთს და იხდიდა თუ იყო ღმერთი და ამას აბკიცებდა რომ მე ვარ ღმერთიო და მეფეცო და ვაფშე კეისარი ვინ არისო, ანუ ჰეროდე დაადანაშაულებდა, რომ გამოკითხავდა. ამ პილატეც იგივე ბრალს დადებდა, მაგრამ ვერც ჰეროდე და ვერც პილატე მეფემ და პრეფექტმა ვერ გამოუტანეს ბრალი. პროსტა ხალხს უნდოდა რა, აუ კაროჩო მოგვაშორეს ხალხიო, არ მაინტერესებსო, ესმე მოკვდეს მაინც. რომეს სამართალზე აქვს საუბარი ხალხო? მეფემ ვერ დაძდო ბრალი, პილატემ ვერ დაძდო ბრალი. და ეს ებრაელები, ახლა ებრაელები ჭკვალზე დადიან მეფეს და პილატეს რა. ესე იგი ხალხს რამხელა გავლენა აქვს ხა თურმე რომ ხალხი თუ ვუ დაუძახებს ეს მთავრობა სულ ხალხის ჭკვალზე ივლის რა. დაახლოებით ეგეთი სისულელე წერია რომ ხალხის გადაწყვეტილება უფრო მეტი იყო ვიდრე მეფის, იმ ხალხის მეფის და ასევე პილატეს. თვითონ მეფემაც ბრალი ვერ უპოვა კაცო. კაი დაუშვათ და მართლა უტოვებდა თავს ღმერთი და მართლა ღმერთი იყო და მართლა მათი ჯურის მიხედვით მოსაკლავი იყო. ბრალი ხოლმე ეპოვათ კაცო. ჰეროდემ დაკითხა რა ქიშმიშ ვარჭამდა კაცო. კაცი დაკითხა, ვერ უპოვა ბრალი და მასხათ აიგდო. რატო აიგდო მასხათ ხო? ეხლა თქვენ ადგილას დააყენეთ, იესოს ადგილას დააყენეთ თავი და მიიღო ხარ შენიანებს და ბრალს ვერ პოულობენ და დაქცინია მასხათ გიგდებენ. ვიდრე არ ვამბობ რომ მეფე ვარ, არ ვამბობ რომ ღმერთი ვარ. ბრალს მდებენ, შენ ბრალს ვერ მიმტკიცებ. მასხათ მიგდებ, მე პილატესთან მიყავს. პილატე გემოვნება მე ვერ უპოვე ბრალი, ვერც ჰეროდემ ვერ უპოვა ბრალი. თუ ვერ უპოვა ბრალი, ესე იგი იუდეველები მართები ყოფილან იესო ქრისტე მოკლეს? თუ რა გვინდა ჩვენ თქვა? ვამართებთ იესო ქრისტეს კვლელებს? ესე იგი ბრალი ტყუილად კერდათ ეს მართლები იყვნენ რომ ღმერთს უტოლებდა თავს იესო და მაგის გულიზე მოკლეს. ამ ხელამ კრეხილობას ასწავლის ეს ეკლესია ხედავ? ხო და ნახე რა შეუნება აქ იესო ქრისტეს ჰეროდე ის პილატე ის კი არ ამბობს რომ მე ამას ეხა მე გავროზგავ და გულის მოსაგებად რომ ხალხი არ აყუდეს და ისევ ახლიდან ვანახებ. არა, როგორც ივანეს სახარებაში გააშოტუნავ და მე კიდე უნება ბრალს ვერ პოულობ. არა, აქ როდესაც ჰეროდესგან მოვიდა და სიკვდილის არაფერი არ ჩაუდენიაო, უთხრა მე მას დავსჯიო, ანუ გავაშოტდაო, დავსჯიო და გავუშვებო. არ მოკლავ. რადგან სადღეც ასწავლოთ, უთუოდ უნდა გაეთავისუფლებინათ ერთი პატიმარი. ეს ბერძნულიგანში არ წერია, რომ დასაკის დღესასწაულზე ტრადიცია ქონათ ეგეთი რაღაცა გაეთავისუფლებინათ, ესე შეთხზილი. ეგეთი რაღაცა რომის იმპერიაში არ არსებობს, რომ პასექის დღესასწაულზე ვიღაცა პატიმარს უთავისუფლებდა პილატე. არ არსებობს არც ერთ ჩანაწერში. თვითონ რომის სამართალში არ არსებობს ეგეთი რაღაცა, რომ დამნაშავე გაუთავისუფლოს ებრაელებს პასექის დღესასწაულის საპატივსაცემად. მაგრამ მთელი ხალხი აყვირდა, მოკალი ეგ და გაგვითავისუფლე ბარაბა. აი აქაც პილატე არ ეუბნება ბარაბა თუ იესო და არჩევნის წინაშე არ აყენებს. აქ თვითონ ხალხი ირჩევს ბარაბას. მაგრამ მათეს ახარებაში თუ ავშტები ბარაბა გინდა თუ იესო, ხო არჩევანს თავაზობს. აქ არჩევანს არ თავაზობს პილატე. არც იცის ბარაბა ვინ არის. ხალხის თავაზობს რომ იესო მოკალი ბარაბა გვინდა. ხოლო ეს ბარაბა საპყრობილეში იჯდა. ქალაქში მოხდარი არეულობის და კვლელობის გამო. ივანე რასამოს ვინ იყო ბარაბაო? მე-18 თავის 40 მუხში ამბობს რომ ბარაბა იყო ყაჩაღი. ლუკა რასამოს ვინ იყო? უბრალოდ საპყრობილეში იჯდა. ყაჩაღს არ ამბობს. არეულობის გამო ვიღაცა შემოვაკვდა, იმიტომ რომ ის იყო მეამბოხე. პატრიოტი კაცი იყო და რომაელებთან ამბოხებაში ვიღაც კაცი რომაელი შემოვაკვდა და ამის გულზე ციხეში იჯდა. ანუ ყაჩაღი არ იყო. პატრიოტი კაცი იყო. ხოლო ივანეს მიხედვით ბარაბა ყაჩაღი იყო. რა იცის ახლა ივანე ყაჩაღი იყო თუ არა? ვაფშე არ შესწრებია იქ პრეტორიუმის სასამართლოში და ივანესა და პილატეს საუბარი იესოს და პილატეს საუბარი ვინ ჩაიწერა? როგორ ჩაწერა? კვლავ აღიმაღლა ხმა პილატემ, ვინაიდან იესოს გაშვება სურდა, მაგრამ ისინი ყვიროდნენ ჯვარსაცვი იგი. პილატემ მესამედაც იკითხა, კი, მაგრამ რა დააშავა მან? მე ვერაფერი უპოვე მას.
სიკვდილი დასჭის ღირსი, მას დავსჯი და გავუშვებ. კიდე მესამეთი მომავალს არ უნდა რა კაცი ხლა უდანაშაულ ადამიანის სისხლში ხელი გაისურვოს. მაგრამ ისინი ხმამაღლა ყვიროდნენ და დაჟინებით მოითხოვდნენ რომ ჯვარს ეცვათ იგი და იმძლავრა მათმა და მღვდელმთავართა ხმამ და მათი თხოვნისამებრ განსაჯა პილატემ. და გაუშვა ის ვინც საპყრობილეში იჯდა არეულობის და მკვლელობისათვის, ხოლო იესო მისცა მათ ნებას. და როცა მიჰყავდათ იგი შეიპყრეს ვინმე სიმონ კირინელი მინდვრიდან მომავალი და აყიდეს მას ჯვარი, რათა წამოეღო იესოს კვალ და კვალ. იესოს კი არ უტარებია ჯვარი. სიმონი შეიპყრეს, კილინე არის ნიგერი იგივე რა, კილინე არის აფრიკის ერთ-ერთი ქალაქი. ზანგი შეიპყრეს, ასე ვთქვათ, ხო, შავკანიანი. ზანგი არ მოსუნთქო მეორე ძახით. შავკანიანი შეიპყრეს. აყიდეს ეს ჯვარი და იმას ათრევინეს. იესოს შანსი ერა. გოლგოთაზე ჯვარს ვერ აიტანათ მარტო. ასეც რომ ყოფილიო. დალეწილი ნაცემი, ხო, მაგრამ აქ ერთი საქმე ის არის, რომ პილატეს არ მიუწია იესო სატანჯველე და არ გააშოლტვინა თავი ჯარისკაცებს. აი, ლუკას ახარების მიხედვით წერია რომ გაშვება უნდოდაო და გაუშვა ის ვინც საპყრობილეში იჯდა, ანუ არ გააშოლტვინა. ხო, ამბობდა დავსჯი და გავუშვებო. თუ დასაჯა და გააშოლტვინა, მაშინ უნდა გაეშვა და ბარაბა მიეცა მათთვის. ან ბარაბა კი არა, იესო უნდა მიეცა მათთვის. და ბარაბა კი არ უნდა მიეცო, მაგრამ თუ გაშვება უნდოდა და ამის გულზე უნდა გაემათრახებინა, ხო? მაშინ კი არ უნდა გაემათრახებინა და მერე კი არ უნდა მოეკლა. უნდა გაემათრახებინა და უნდა გაეშვა და ბარაბა დაეტოვა. აქ ნახე რას აკეთებს? გაუშვა ის ვინც საპყრობილეში იყო ბარაბა და იესოს კი არ აცემინებს და აშოლტვინებს, არამედ ჯვარს აცმინად მიყავს. და ვიღაც სიმონ კირინელს დაინახავენ, აკიდებენ იმას ჯვარს და იმას ათრევინებენ იესოს მაგილოთ ამ ჯვარს. მათ ნებას დაყვალ. და მისდოდა მას უკან ურიცხვის სიმრავლე ხალხის და ქალებისა, რომლებიც წიროდნენ და გლოვობდნენ მას, ხოლო იესო შეუბრუნდა უთხრა მათ: იერუსალიმის ასულნო, მე კი ნუ დამტირით, არამედ დაიტირეთ თქვენი თავი და თქვენი შვილები, რადგან აჰა მოვლენ დღენი, როცა ხო, ნუ როგორც არის, ნეტარია ძუძუები, ვისაც არ უწოვიაო. დაიტყვიან თავს, რადგან თუ ნედრხეს მიყავდათ მართთან ერთად სასიკვდილოდ ორი ბოროტმოქმედიც. და როცა მიაღწიეს იმ ადგილს, რომელსაც ქვია თხემის ადგილი, ჯვარს აცვეს იქ ისიცა და ბოროტმოქმედნიც. ერთი მის მარჯვნივ და მეორე მის მარცხნივ. ხედავ? თუ იესო ათრევდა იმ ჯვარს, მაშინ ის ავაზაკებიც ერთად მიდიოდნენ, აქ წერია, აი ლუკას ახარების 23 თავის 32 მოხში, რომ მარტო იესო კი არ მიდიოდა როგორც ფილმებში და გაჯერეს. მასთან ერთად მიყავდათო სასიკვდილოდ ორი ბოროტმოქმედიც. ჯვრებს კი არ მიათრევდნენ ის ორი ბოროტმოქმედი. და თუ იესო ჯვარს თვითონ მიათრევდა, მაშინ ის ორი ავაზაკსაც უნდა ეთრია ჯვარი, მაგრამ ფილმებში ესე არ არის. ლუკას ახარებაში ესეა. მასთან ერთად იმ სასიკვდილოდ ის ორი ავაზაკიც, ორი ბოროტმოქმედიც მიყავდათ. და არა თვითონ მიდიოდა, მიყავდათ. როგორც სიკვდილისათვის გამზადებული პატიმრები. არავის ჯვარი არ უთრევია იქ. ის ჯვარიც, როგორც მე ვიძახი, აქ წერია, ხო, სიმონ კირინელი დაითრია და იმას აკიდესო, მაგრამ ნიკოდიმოს ახარებაში ის ჯვრები უკვე გამზადებული იყო იმ ბაღში, რომელსაც იესო შეიყვანს. არავითარი გოგოთაზე ამ ხალხს არ უვლია და არც იქ ორ ბოროტმოქმედთან ერთად იესოს არ უვლია ის გოლგოთის გზა. ფილმებში ყოველ შემთხვევაში ესეა მარტობიდეს. მაგრამ ლუკას ახარების ვიმეორებ 23 თავის 32 მოხის მიხედვით იესო მარტო კი არ მიდის, იმ ორ ბოროტმოქმედთან ერთად მიყავდათ იესოს. იმ გოლგოთაზე. იესო ჯვარს აცვეს, იესო უთხრა მამას, ამბობდა მამაო მიუტევე ამათ, რადგან არ იციან რას ჩადიან და წილისყრით გაიყვეს მის სამოსი. რა ენაზე მიმართა იესო ქრისტემ ეს სიტყვები მამაყმას? ებრაულად, ეს წერია ნიკოდიმოს ახარებაში. რა თქმა უნდა, ებრაელი იყო და ებრაული წესით უნდა ეთქვა, ხო, მამას ახლა იქ რომაულად არ დაიწყდა და ქართულად იესო ლაპარაკს, არც ქალდეურად. მამაო მიუტევი ამათ, რა იციან რას ჩადიან. ის კი არა რომ რატომ იმატოვებ? საბაქთან ეუწევთ. როგორც ეს ივანეს ახარებაში. არა. ჯვარზე იესო სხვა სიტყვებს ეუბნება. მიუტევე მამა არ იციან რას ჩადიან. მამა მარიცოდა რას ჩადიოდნენ ისე.
აგი მათი ჯულის მიხედვით უნდა მოეკლათ ქრისტე რომ მესამე დღეს აღუდგარიყო. თვითონ არასწავლიდა ესეთი ჩემს დაწერილი. ეხლა ეუბნება მამა არ იციან, მამა არ იცოდა და ძია სწავლიდა აქედან ეთყობაში ახსენე. დაიდგა ხალხი და უყურებდა მათთან ერთად დასცინოდნენ წინამძღვრები და ამბობდნენ, სხვები იხსნა და იხსნა ახლად თავისი თავით უკვე ქრისტია, ღმერთის რჩეული. ასევე დასცინოდნენ მეომრების და მიდიოდნენ და ძმარს აწვდნენ მას და ეუბნებოდნენ, თუ შენახარ იუდეველთა მეფე, იხსენი შენი თავი. და იქვე იყო ბერძნული, ლათინური და ებრაული ასოებით დაწერილი წარწერა, ეს არის იუდეველთა მეფე. ხოლო ერთი ჯვარცმული ბოროტმოქმედი აგინებდა მას და ამბობდა, თუ შენ ხარ ქრისტე, იხსენი შენი თავი და ჩვენც. ხოლო მეორე რისხავდა ამ ბოროტმოქმედს და ეუბნებოდა, ღმერთის მაინც არ გეშინია, რადგან მისებ დასჯილი ხარ. ჩვენზე ახი არც დავთესეთ, არც იმასვე ვიმკით, ხოლო მას არაფერი ცუდი არ უქნია. და უთხრა იესოს, მომიხსენე მეუფალო, როცა მიხვალ შენს სასუფეველში. ხოლო იესო მიუგო მას, ჭეშმარიტად გეუბნები, შენ დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში. და იყო ასე მე-6 საათი. და წყვილადმა მოიცვა მთელი ქვეყანა მე-9 საათამდე. მარკოვის სახარებაში წერია, რომ იესო ქრისტე 3 საათზე აცვეს ჯვარს. ხოლო აქ წერია 6 საათი იყო. რომელი კალენდრით, რომელი გამოთვლებით? მარკოზი რომელი გამოთვლებით აკეთებს? ლუკა რომელი გამოთვლებით ამბობს 6 საათს? 6 საათზე მზერა როგორ უნდა დაბნელდეს? და 3 საათიან მზის დაბნელება ვის გაუღია ხალხო? კარგი რა. ეხლა ნახე შენ, აქ წერია, რომ ერთი აგინებდა ავაზაკი და მეორე მას რისხავდა რომ უაგინებო. ხოლო მათეს სახარებაში მე მგონი, თუ არ ვთები, ორივე ავაზაკი აგინებდა მას. მერე კი არ გადაიფიქრა იმ ავაზაკმა და მერე კი არ ითხოვა შენდობაც. თუ აგინებ, კი არ ვეტყვი მომიხსენე შენ სასופველოში მეთქი. და იმას კი არ შევრიცხავ მეორეს ვინც აგინებს. ხო, ნახე კიდე ერთი რამაგარი რაღაცა არის. მე-15 თავი მარკოვის სახარების. ხოლო იყო მე-3 საათი, როცა ჯვარს აცვეს იგი. ლუკა ამბობს მე-6 საათი იყო. მარკოზი ამბობს მე-3 საათი იყო. ბოლო-ბოლო რომელი კალენდრით გამოიანგარიშეს ან მარკოზმა, ან ლუკამ რომელ საათზე მოკლეს ქრისტე. და მე წერია. და მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მის მარჯვნივ და მეორე მის მარცხნივ და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხა. 22 მუხლი მარკოვის სახარების მე-15 თავის არის ჩამატებული. და ესაიას 53 თავის მე-12 მუხლი მოყავთ გასაправოებლად, რომ აგე თურმე ესაია წინასწარმეტყველი ამბობს ქრისტეზე, რომ ეს მესია უნდა მომკვდარიყო და აი აქ თურმე ესე ეწერა, რომ ჩვენი წოდებისათვის იყო დაჭრილი და მის წყვილებით გამიკურნეთ. მარკოზის სახარების მე-15 თავის 22 მუხლი ჩამატებულია, არ არის ბერძნულ ორიგინალში. იცოდეთ. ხოლო აქ არ წერია, რომ ავაზაკები აგინებდნენ, არამედ გამოვლენილი აგინებდნენ იესოს. ავაზაკები არ წერია. ხალხო მათეს სახარება, ერთ-ერთი ელა დაგჭირე ხა მათეს სახარება, რომ იქ ორივე ავაზაკი აგინებდა. აი ეს ბოროტმოქმედი. ჯერთი ავახო რა ბოროტმოქმედი. ორიგინალი. მათეს სახარებაში არ არის. მათეს სახარებაშიც ავაზაკები კი არ აგინებდნენ, გამვლელები აგინებდნენ, ასე თავს იქნებდნენ. სხვებს იხსნიდა და საკუთარი თავის ხსნა არ შეუძლია. ეხლა ნახოთ იოანეს სახარებაში.
არც აქ არ წერია ორივე აგინებდა. ერთ მათგანმა ხო, აბა საწავი გითხეთ ორივე მათგანი აგინებდა. ესე იგი, ამ ბიბლიაში არ წერია, ეთქვა ვიღაცამ ჩაამატა ორივე მათგანი აგინებდა. ერთი მათგანი აგინებდა, მეორე არა და ერთ-ერთ სახარებაში წერია, მარკოზის სახარებაში არ წერია. ხო გახსოვთ იქ რომ წერია ორივე აგინებდა, ორივე აბაზაკი. მაგასაც ჩავაგდებ კომენტარებში. ხო, აი აქ წერია, ხო. მარკოზის სახარების მე-15 თავის 32 მუხლში წერია. ხოლო ლუკას სახარების 22 თავის 23 თავის 39 მუხლში მარტო ერთი აბაზაკი აგინებდა. მარკოზის სახარების მე-15 თავის 32 მუხლში კი ორივე აბაზაკი აგინებდა. ქრისტე ისრაელის მეფე და დე ჩამოვიდეს ახლა ჯვრიდან, რათა ვიხილოთ და ვიცამოთ. და მასთან ერთად ჯვარცმულნი აგინებდნენ მას. ხოლო მე-6 საათის დამდეგიდან წყვილადმა მოიცვა მთელი ქვეყანა მე-9 საათამდე. და მე-9 საათს ხმამაღლა შეძახა იესომ, ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი. რაც თარგმანებით ნიშნავს, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე? საბაქთანი მიმიტოვებას არ ნიშნავს. 22 ფსალმიდან არის ეს სიტყვები. მარკოზის სახარება გამომჟღავნდა, რომ არ არის მოციქულის დაწერილი, იმიტომ რომ მოციქული ასეთ შეცდომას ვერ დაუშვებდა თუ ებრაელი იყო. 22 ფსალმიდან თუ წერია, ჯერით იესო ქრისტე მაგას არ ამბობს ჯვარზე, რომ რატომ მიმატოვე, ღმერთი არ იყო, ვის ეუბნება მიმატოვე უკაცო. თუ ადამიანური ბუნებით ამბობს, ესე იგი ადამიანური ბუნება არ ყოფილა ღმერთი. და მიმართავს სამებას, რატომ მიმატოვეო? როგორ უნდა მიატოვებინა სამებას, აკი თუ ღმერთი განკაცდა. ეს არის ჩამატებული, ანუ დაუშვათ და ეგრე იყო. ორი ბუნება და ის სამება ცალკე და კაცური ბუნება ცალკე. დაუშვათ და ეგრეა თეოლოგიურად. საბაქთანი არ არის ებრაული სიტყვა. იესო ამას ვერ ეტყოდა ებრაულად მამას. 22 ფსალმუნის მიხედვით, იმიტომ ფსალმუნები ებრაულად. წერია აზავთანი. აზავთანი ნიშნავს მიტოვებას. ელი ლამა აზავთანი არის 22 ფსალმუნში და არა საბაქთანი. აქედან კიდევ ერთხელ გამოვიდა, რომ მარკოზის სახარება არის ბლეფიტყული. იმიტომ რომ მარკოზის სახარების მიხედვით ორივე აბაზაკი აგინებდა, ჯვარცმულნი უმრავლობითში, ლუკას სახარების მიხედვით მარტო ერთი აბაზაკი აგინებდა და მეორე არა. ხო, ეს რაც შეეხება მოკლე მიმოხილვას, ამით ამოვწურე ეს თემა რა. თუ რამე კითხვები გაქვთ, მე თქვენ თუ შეგიძლიათ ეს ყველაფერი გამოიკვლიოთ. აი მე როგორ ვაკეთებ ხოლმე, იცი? აი ესეთი ჩამოყავით სტროფები, ხაზები, სვეტები და ის მოვლენა, მთლიანად ისტორიული მოვლენა რაც წერია, ამ ფურცელზე ჩამოყევით სვეტზე, მე მეორე სვეტზე იგივე მოვლენა რაც წერია მუხლებურობა ჩამოყევით, რომელიც ახსენებს ამ ისტორიას. მე მესამე და მეოთხე სვეტი, ოთხივე სვეტი ჩამოწერეთ ეს ისტორია. ყველა ვაფშე რაც შეძლებარებად, არემთხოვა, ესენი ერთად ჩამოწერეთ. და ისტორიულად სათითაოდ ჯერ ერთი შეამოწმოთ, მე მეორე შეამოწმოთ, მე მესამე და მე შეადარეთ. და ესეთი კითხვები დასვით, მე ესე ვმუშაობ. ეხლა რაც შეეხება ღვინოს შესახებ, იესო ქრისტე რომ ამბობს, ეს არს სისხლით ჩემი ახალი აღთქმისა, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათ. სინოპტიკურ სახარებებში იოანეს სახარებაში საერთოდ არ წერია ეს რაღაცები, მარტო სინოპტიკურ სახარებაში, მათე, ლუკა, მარკოსში წერია. წერია დათხეული და არა რომელიც უნდა დაითხრიოს ჯვარს. კითხვა ჩდება ესეთი. თუ ქრისტემ ეს ღვინო პასექისერობაზე თავის სისხლად აქცია და თქვა ღვინოზე ესე არის სისხლით ჩემ ახალი აღთქმისა, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული
აი ამ წუთას უკვე აქ მისატევებელად ცოდვათა, მაშინ ჯვარზე დაღლილი სისხლის აუცილებლობა უქმდება. იმიტომ რომ რა შუაში შედგა ჯვარზე დაღლილი სისხლი გამოსყიდვა როგორ აგერ კაცმა ღვინო სისხლი დაქცია. აი ეს არის მეგობრებო ამის თქვა მინდოდათ და თუ იტყვით რომ ეს ღვინო სისხლი არ არის, მაშინ იესო იტყვია. როდესაც ღვინოზე ამბობს რომ ეს არის ჩემი სისხლი. ახალი აღთქმისა თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული უკვე აგერ აქ არა რომელიც დაითხება მისატევებელად ცოდვათ. ესე აგერ მიუტევებია ცოდვა, შეგალოცილო და აზიერა ხალხი და მიუტევა ცოდვა. რა საჭირო იყო ჯვარზე დაღლილი სისხლით გამოსყიდვა ცოდვის თეოლოგიურ ჭრილში. ათანასე ალექსანდრიელის და მარკელოზიც ორივე ამბობდა რომ გამოსყიდვა და გამოხსნა კაცობრიობის არ მოხდარა იესო ქრისტეს ჯვარზე დაღლილი სისხლით. არამედ მოხდა მაცხოვრის განკაცებით, ანუ შობით. ღმერთის ადამიანურ სხეულში მოსვლით. თქვათ ეს ყველაფერი მოგონილია, მერე რა ხდება? რა ხდება რამაზ და ის ხდება რომ გავდივართ აპოკრიფულ წერილებზე. ნიკოდიმოსის სახარებაზე, ფილიპეს სახარებაზე, თომას სახარებაზე. იქ იესო ქრისტეს მესიანური გაგება არ არის, რომ იესო ქრისტე მესია. არ უწოდებდა თავს მესიას, ეს ბრალდება იყო. იესო ქრისტე ებრაელიც არის. ქალდეველი იყო დედის ხალხაზე და მარიამი ქალდეველი იყო. აბრაამი ქალდეველი იყო, ებრაელი არ იყო. იმიტომ რომ თუ ებრაელი იყო, იქ წერია ებრაელთა სამშობლოდან მომიტაცეს და იოსები როგორ იქნებოდა ებრაელთა სამშობლოდან მოტაცებული, როდესაც აბრაამის მესამე შვილის იაკობის თავმოვლები. ჯერ საერთოდ არ იყო ებრაელთა სამშობლო, მაგრამ იოსები ამბობს რომ ებრაელთა სამშობლოდან მომიტაცეს. როგორ კაცო, ერთი კაცი იყო და ერთ კაცს ერქვა სამშობლო. აბრაამი არ იყო ებრაელი. აბრაამი იყო ქალდეველი. იუდითის სიქში წერია მეხუთე რომ გამოიყო თავიანთი მამა-პაპის ღმერთებს და დაუწყო ცის ღმერთს თაყვანისცემა, იაჰვეს. და ეს ჩეულიერი მაქედან მოდის იაკობის თავმოყრობა. ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა. ეს არის ბიბლიური ღმერთი, ეს არის ქრისტეს მამა. ბიბლიური ღმერთი ეს არის. აი ეს ღმერთი არის იაკობის, აბრაამისა და ისააკის ღმერთი, სხვას არავის არ აცნობს. იქ არ წერია ქართველები ან იაფეტის თავმოყრობები ან რაღაცა. არ აინტერესებს შენი თავი იაჰვეს. და ქრისტე რანაირად დაუკავშირეს ამ ღმერთს. როცა ქრისტე არც მესიობაზე პრეტენზია არ ქონდა, ანუ ესე ღიად. ხაკი წერია იქ რაღაც აცხადებდა ხო მესიას, მაგრამ ეს ფიქრობ ეს მოგვიმენი ამბებია. ერთ-ერთ პაეკრობაში ესო პირიქით უარყოფს რომ ის ქრისტეა, მაგალითად, როდესაც ეკითხება ვინ გონია თქვენ კაცის ძე? ქრისტე. ისინი ეკითხებიან, ვიცით რომ ქრისტე დავითის ძეა. ესო პასუხობს, კაცო, თუ დავითის ძეა, დავითი უფლად როგორ ხადეს, მას ვითარ ძე იგი მესიას. თუ მისი ძეა, დავითი უფალს ატო უწოდებს. როგორ არის მისი უფალი თუ მისი ძე არის? ანუ იესო ქრისტე მაგ უარყო და ეს იყო ერთ-ერთი დამაბნეველი საფუძველი იმისა, რომ იესო ქრისტეში ვერ გაიგოთ მესია თუ იყო. თუ მესია იყო, უზენაესი ვერ იქნებოდა. თუ უზენაესი იყო, მესია ვერ იქნებოდა. утопია ეს გამორიცხავს ერთმანეთს. უზენაესი და პლუს მესია ესეთი გაგება იუდაიზმში არ არსებობს. უზენაესი ტოლია მესიის არ არსებობს. შეგიძლიათ ნებისმიერ სინაგოგაში ეკითხოთ და ნებისმიერ სწავლულს კითხოთ. ჩამოყალიბებულ თეოლოგიას და არ გეუბნებით ფულით ნაყიდ ამატყოფებს. ვითომ თეოლოგები რო არიან, დიპლომი რო ნაყიდი აქვთ. სინაგოგაში და ტაძარში ვასწავლდი აშკარად და გასაგებად თუ იესო ამბობს და თუ ასწავლიდა და იცოდნენ მისი წარმოშობა, ყველაფერი ის არ იცოდინებოდათ იესო საიდან იყო წარმოშობილი და პილატე შეეკითხებოდა საიდან ხარო და არ დაინტერესდებოდა, მე არ გამოიკვირდა საიდან იყო იესო და ესე უბრალოდ ჯვარზე საწმენად მისცემდა იუდეველებს, როცა მისი მოკვლა არ უნდათ ამ. კაი, მოდი დავასრულოთ ეს და იმედია ნაყოფიერი გამოვა. ნახოთ რა შედეგს მოიტანს ეს ახალგაზრდა თაობაში და ჩვენს მსმენელებშიც. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს. იყოს ყველა თქვენგანთან ამინ.